ნინო ანზორისასული ბურჯანაძე. დაბადების წელი თქვენი წვი 16 ივლისი 1964 წელი. საცხოვრებელი ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე. გასაგები. ქალბატონო ნინო, დღეს თქვენ სასამართლოში ახლის პროცესის ენას და ქართულ ენას ამ შემთხვევაში მოითხოვთ თარჯიმანის სახელმწიფოს ხარჯზე. ხომ არ საჭიროა თარჯიმანის? არა. ეს არის უბრალოდ პროცესუალური პროცედურა და ამიტომ მიგიხოთ. გარდა ამისა, ქალბატონო, ან თქვენ სახელმწიფოს ჩვენების მიცემის შემთხვევაში თუ ვალდებული ხართ პასუხი დასცეთ ყველას შეკითხვას. გარდა ამისა, ვალდებული ხართ და იგივე მზადავარ. გასაგებია, ვიდრე სასამართლოს მიცემდეთ ჩვენებას, გაიფიცეთ რომ მთელი შეგნებით იქით მხოლოდ სიმართლე სახალხო კრება და რა იყო აღნიშნული ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი. სახალხო კრების, სადაც სახალხო კრების შეკრება ჩატარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც კი შევაწუხეთ თხოვნით, რომ გამოეყოთ ნებისმიერი აბსოლუტურად შეგნებულად, ჩვენ არ მოგცა არც ერთი დარბაზი, იმიტომ რომ თავიდანვე ხელისუფლების კურსი იყო მიმართა უსამართლობის წინააღმდეგ, ხოლო სახალხო კრების დამფუძნებლები იყვნენ ისეთი საქოს და მოვატყუეთ ხალხი და ეხლა შევკრიბეთ კვლავ ხალხი და ისევ დავშალეთ, ბუნებრივია ჩვენ მოვახერხეთ ამ პროვოკაციის თავიდან არიდება, თუმცა მე მაინტერესებს რატომ მოიხსნა იმ დღეს, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი რუსთაველის გამზირზე და ეს იყო დაახლოებით 20-დან 25,000 კაცამდე, რატომ მოიხსნა პარლამენტის დაცვა? რატომ იყო პარლამენტის ყველა კარი ღია? რასთან იყო ეს დაკავშირებული? იმ დღეს, როდესაც სახალხო კრების დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა, ეს იყო 2010 წლის ნოემბერში. მე ძალიან კარგად ვიცი, მოგეხსენებათ ჩემი ესე ვთქვათ წარსული თანამდებობები, როდესაც ხალხი იკრიბებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის დაცვა არათუ იხსნებოდა, არამედ გაძლიერებული იყო ხოლმე, რომ არ ყოფილიყო რაიმე პროვოკაცია. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის დაცვაც შეგნებულად იყო მოხსნილი და ის პროვოკატორები შეგნებულად იყვნენ შემოგზავნილნი, რომ ყოფილიყო პროვოცია ახლობით ალბათ 60 მეტრში ჩემი მანქანის ვთქვათ საბარგულიდან. ანუ პრაქტიკულად ფეხდაფეხ მოგვწევს ის სპეცდანიშნულების ის რაზმი, რომელიც ზემოდან თავისუფლების მოედნისაკენ წამოვიდა. ანუ რუსთაველის გამზირი უკვე არის გაწმენდილი, თუმცა ჩვენს წინ არის წინაღობა კორდონი, რომელიც ცდილობდა, რომ არ ჩვენ და არც ხალხი არ გავეტარებინათ. დიდი მადლობა. ბატონო მოსამართლე, მეტი შეკითხვა ბრალდების მხარეს ახალებს. დაცვის მხარე დაგიხებთ. მოდად. ბურჯანაძე უნდა ეცემათ. და ისე უნდა დაეგდოთ მიწაზე, როგორც მათი პრეზიდენტი ეგდო. შეიძლება ეხა სპეცრაზმელები მომრეოდნენ. ეგეც არ იქნებოდა გასაკვირი. და შემდეგ პატივცემულო პროკურორებო, ჩემი დაცვის წევრებს, რომლებიც სრულიად უკანონოდ აიყვანეს, დაარღვიეს თავიანთივე ხელშეკრულება სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თაობაზე, იმიტომ რომ მე მიცავდნენ ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ გაფორმებულნი სახელმწიფო დაცვის სამსახურში და დამტოვეს სრულიად მარტო დილის 5 საათზე იმ იმედით, რომ იქნებ გამწარებული ადამიანები მე შემომსეოდნენ, თუმცა ღვთისწყალობით ისინი მე მიცავდნენ. ჩემი დაცვის წევრებს სასტიკად უსწორდებოდნენ და ცემდნენ სიტყვებით, რატომ გაიყვანეთ ბურჯანაძე. და ამის ჩვენებებიც არა ერთი და ორია. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც მართლაც საკუთარი სამშობლოსთვის იდგნენ იქ, აღმოჩნდნენ ესეთი სასტიკი ძალის გამოყენების სხვერპლი. აი ეს არის ყველაზე მიუღებელი და თუ ვინმე ბურჯანაძეზე იყო გაბრაზებული, ეს მათ აბსოლუტურად არ აძლევდათ იმის უფლებას, რომ სიკვდილამდე ეცემათ. ახალგაზრდა თუ მოხუცი, ქალი თუ კაცი. ასე რომ გამართლება იმას, რაც ხელისუფლებამ 26 მაისს გააკეთა, არანაირი არ აქვს და ვერც ექნება. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რა PR ტექნოლოგიებიც არ უნდა გამოიყენონ და რა მახინაციებიც არ უნდა ამოხდონ. თქვენ ბრძანეთ, რომ მომიტინგეებს ცემდნენ. რა ბედი ეწიათ ნაცემ მომიტინგეებს, თუ შეესწარით თქვენ ამ ფაქტს, თუ შეგიძლიათ რომ სასამართლოს მოახსენოთ? მე ვფიქრობ, რომ თქვენც ნანახი გექნებათ ის კადრები, რომელიც თუნდაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არის გადაღებული, როდესაც უმძიმესად ნაცემი ადამიანები მოყავდათ, მათ შორის ერთი კადრები, სადაც მეც ვჩანვარ, როდესაც მოდის შუახანს გადაცილებული კაცი, რომელიც ამბობს, რომ რა დავაშავეო, უბრალოდ თქვი, რომ
გვიჭირს და ქვეყანა შველა ჭირდებაო და სიკვდილამდე მცემესო. ერთი ცინიზმი იყო ის, რაც და სისასტიკე რომ ადამიანებს სცემდნენ და მეორე ის რომ ადამიანების ახლობლებს უმალავდნენ ვინ იყო ცოცხალი, ვინ იყო გარდაცვლილი, ვინ სად იყო. და პრაქტიკულად პანიკაში ეძებდნენ ადამიანები თავიანთ ახლობლებს. რა გამართლება ჰქონდა იმას, რომ 800-900 ადამიანი იყო დაკავებული ამ ოპერაციის შედეგად და სიკვდილამდე ცემდნენ პრაქტიკულად სამართლოში. და ესიც ის ყველა. რა გამართლება ჰქონდა იმას, რომ მეორე, მესამე, მეოთხე დღეს ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ბატონი დუმბაძე არის ამის საუკეთესო მაგალითი, რომელიც გაყავთ კადრები არსებობს, ალბათ ნანახი გაქვთ, რომელიც გაყავთ რუსთაველის გამზირიდან ორ სპეცრაზმელს პრაქტიკულად, ისე ვთქვათ, უნებლად და მეორე თუ მესამე დღეს ეს ადამიანი აღმოჩნდა ლამის სასიკვდილოს ნაცემი. ეს სად მომიტინგეებმა სცემეს, მერე სამინისტროში ან ასე ვთქვათ, კამერაში თუ როგორ იყო, ძალიან მაინტერესებს. ამის მოწმენი არიან კვლავ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ამავდროულად სასულიერო პირები, იმიტომ რომ 26 მაისის საღამოს მე შევხვდი მის უწმინდესობას და ვთხოვე, რომ ჩარეულიყო და ეხლა მაინც გაეჩერებიათ ადამიანების უმოწყალოდ ცემა. ცინიზმის არაჩვეულებრივი გამოვლინება იყო ის, რომ როგორც კი ადვოკატი ან ოჯახის წევრი მიაკვლევდა ამა თუ იმ პატიმარს თბილისის რომელიმე იზოლატორში ან მცხეთის იზოლატორში ან რომელიმე სხვა რაიონში ჩასვლას ვერ ვასწრებდით, ის ადამიანი იქედან უკვე გადაყვანილი ყავდათ. სისტემა ნამდვილად კარგად ჰქონდათ აწყობილი, ოღონდ ეს დანაშაულებრივი სისტემა იყო. ამის მოწმეები არიან ასობით ადამიანები. მე აღარაფერს ვიტყვი ახლა იმ უღირსობაზე, ეს ალბათ ყველას არ ჩაუდენია, მაგრამ იმ უღირსობაზე, რომ ადამიანებს ბეჭდებს ართმევდნენ და ჯვრებს და ტელეფონებს, ამაზე არ ვილაპარაკებ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას ის, რომ იყო ამ უბედურებაში, ასე ვთქვათ, ისეთი გამონათებებიც, როდესაც გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელმაც სასიკვდილოდ არ გაიმეტა თავისი მოწმე. ამისი ჩვენებებიც არსებობს, როდესაც მეორე სპეცრაზმელის მოქნეული ხელი სხვა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა გააჩერა, ან ისე სასტიკად არ ცემდა, ან გაქცევის საშუალება მისცა განსხვავებით აბსოლუტური უმრავლესობისაგან, რომლებიც მოქმედებდნენ. მე ეჭვი მაქვს ქალბატონო მოსამართლე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა დასაჯეს 26 მაისს ძალის გადამეტებისათვის, სწორედ ის სპეცდანიშნულების ის რაზმელები არიან, რომლებმაც არ გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკე და სწორედ ისინი დასაჯეს და გაუშვეს სამსახურიდან, როგორც ეს იყო 2007 წლის შემდეგ, როცა მე სრულად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ შეკითხვები ისმებოდა ესე: შენი მეზობელი, შენი ახლობელი, შენი დედის მეგობარი რომ აღმოჩნდეს შენს წინ, დაარტყამ თუ არა? ვინც ამბობდა რომ დავარტყამ, როგორც აღმოჩნდა ის რჩებოდა სამსახურში და ვინც ამბობდა რომ არა, მათ სამსახური დაკარგეს. ასე რომ კარგად შეარჩიეს ხალხი, რომელმაც შემდეგ ეს პრინციპები კარგად გამოიყენა 26 მაისს. მადლობთ ქალბატონო, საიდან გაქვთ ინფორმაცია, თქვენ ბრძანეთ რომ 800-900 მომიტინგე დააკავეს, საიდან გაქვთ ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ? ეს არ არის მარტო ჩემი ინფორმაცია, ეს არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაცია, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საზოგადოებრივი დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის, დაახლოებით 300-მდე ადამიანი პასუხისგებაში მიეცა. ეს იყო უმეტესობა ადმინისტრაციული წესით, რომლებმაც მოიხადეს ერთთვიანი, ორთვიანი და სამთვიანი ადმინისტრაციული სახდელი. იცით რომ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო სისხლის სამართლის წესით გასამართლებული, დანარჩენები მეორე ან იმავე დღეს გამოუშვეს სამართლოდან. ამ ადამიანების გვარები არსებობს დაზარალებულთა სიაში, ასე რომ აქ
ყველა იმ ინფორმაციის გადამოწმება, რასაც მე მოგახსენებ, ძალიან მარტივად შეიძლება. როდის დატოვეთ ქალბატონო ნინო თქვენ უშუალოდ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია? ეს იყო როგორც ჩანს 12 საათ, უფრო სწორად 0 საათი და სადღაც 22-დან 25 წუთამდე, იმიტომ რომ არსებობს ქრონომეტრაჟი, რომელიც მე შემდეგ ვნახე. ეს იყო მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი იყო განთავისუფლებული პრაქტიკულად მომიტინგეებისაგან, ეს ძალიან კარგად ჩანს კადრებზეც, რომელიც თუ არ ვცდები TV25-მა გამოაქვეყნა თავის დროზე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო არხები რამდენიმე საათის განმავლობაში, სადღაც დაახლოებით 4 საათამდე გადასცემდნენ იმას, რომ ბურჯანაძე გაიქცა, მომიტინგეები მიატოვა და მიტინგის დარბევამდე დატოვა რუსთაველის გამზირიო. მაგრამ როგორც ჩანს, მერე 4 საათზე, ან 4:15-ზე გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა მათთვის გარდაცვლილი პოლიციელის, ჩემთვის და ჩემი ესკორტისათვის დაბრალება და სადღაც 4:15-ზე დაახლოებით, ყოველ შემთხვევაში 3 საათის შემდეგ გავიდა პირველი ინფორმაცია ეგრეთ წოდებული ესკორტის მიერ პოლიციელის გატანის თაობაზე. მანამ დიდი წარმატებით რუსთავი 2, იმედიც და პირველი არხიც აცხადებდა, რომ ბურჯანაძე გაიქცა, მომიტინგეები მიატოვა, მიტინგის დაშლამდე და თავს უშველაო. ეს ყველაფერი ასევე დაფიქსირებულია ვიდეოკამერებით. პრაქტიკულად, როცა ჩვენ გავდივართ, უკვე სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა არის დაახლოებით ალბათ 3-4 მეტრში ჩემი მანქანის, ვთქვათ, საბარგულიდან. ანუ პრაქტიკულად ფეხდაფეხ მოგვწევს ის სპეცდანიშნულების ის რაზმი, რომელიც ზემოდან თავისუფლების მოედნისაკენ წამოვიდა. ანუ რუსთაველის გამზირი უკვე არის გაწმენდილი, თუმცა ჩვენს წინ არის წინაღობა კორდონი, რომელიც ცდილობდა, რომ არ ჩვენ და არც ხალხი არ გავეტარებინათ. დიდი მადლობა. ბატონო მოსამართლე, მეტი შეკითხვა ბრალდების მხარეს ახარებს. დაცვის მხარე დაგიხებთ. ოთარ კახიძე ადვოკატი. ქალბატონო ნინო, ქალბატონო ნინო, მე მაქვს ესეთი კითხვა თქვენთან. აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა დაგეგმილი მსხვერპლი, რომ პოლიტიკური დივიდენდები მიეღო. თქვენ ხომ არ ჩაგიტარებიათ თქვენი და თქვენი შვილის საუბრის ექსპერტიზა? ამ ჩანაწერის ექსპერტიზა ხო არ ჩაგიტარებიათ? რომელ ჩანაწერზე? აი თქვენ რომ თქვენ შვილს ესაუბრებით, სწორედ იმაზე, რაზეც მე ვისაუბრე, ანუ ამ ჩანაწერის მიხედვით პოლიტიკური დივიდენდების მიღება მსხვერპლითა და ძალადობით სწორედ თქვენს მიერ იყო დაგეგმილი და ხო არ ჩაგიტარებიათ ექსპერტიზა, რომ გადაგემოწმებინათ ამ ჩანაწერის ნამდვილობა, ავთენტურობა, სიყალბე ან სხვა? წუხარ ბატონო ადვოკატო, მაგრამ არასწორად მოგყავთ ფაქტები. თუნდაც იმ საუბარში, რომელიც არის ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და ასე შემდეგ, არაფერია ნათქვამი პოლიტიკურ დივიდენდებზე. საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე და იმის გაკეთებაზე, რაც სამშობლოსთან რაც ქვეყანას და სამშობლოს სჭირდება, ეს ერთი. მეორე. მე ძალიან კარგად ვიცი, ვის, როდის, რას ველაპარაკები. მე მოვითხოვე პირველივე დღესვე ამ საუბრის ექსპერტიზა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ხელისუფლებაში იყო 26 მაისიდან წელიწადზე მეტი ხანი, ექსპერტიზა არ ჩატარებულა. საქმეში ეს ეგრეთ წოდებული ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება, არ ჩადებულა. შესაბამისად, ის მტკიცებულება არ არის, იმიტომ რომ ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს ის ვერსია, რა ვერსიაც ხალხს მოასმენინა იმ ხელისუფლებამ, რომელსაც თქვენ იცავთ. ეს ერთი. მეორე, მე მაინტერესებს. რატომ ხარ თქვენ დარწმუნებული, რომ ეს ჩანაწერი ამ ფორმით არსებობდა? არის თუ არა ის მტკიცებულება? არის თუ არა მოსამართლის სანქცია გაცემული? და რატომ არ დადო ასეთ შემთხვევაში ეს მტკიცებულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ? ან რატომ არ დაიდო შემდეგ უკვე ექსპერტიზა ჩატარებული ჩანაწერი მტკიცებულების სახით საქმეში? მე მეცაც გეტყვით, ბატონო ადვოკატო. თუ ის რის დაბრალებასაც ჩემთვის
თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მისი ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს, რომ თითქოს მე შემომყავდა გრუშჯარი, რომელიც რატომღაც არ შემოვიდა, ეთყობა სპეცრაზმი შეეშინდა, ან რუსთაველს ვერ მოაგნო, ხო? თუ სიმართლე შეესაბამება ის, რომ მე მოლაპარაკება მქონდა გრუსთან, რუსეთის სპეცსამსახურებთან, ქვეყნის დაქცევას, ქვეყნის განადგურებას და ხელისუფლების დამხობას ვცდილობდი. მე მაინტერესებს, რატომ არ დამაკავა თქვენმა ხელისუფლებამ, რატომ არ კითხვებს მე ვსვამ, პატივცემულო მოსამართლე და მე კონკრეტული კითხვა და ჩატარებულია თუ არა ექსპერტიზა ქალბატონ ნინოს მიერ, რომ ფალსიფიცირებულია ეს ჩანაწერი და ეხლა წიაღსვლები აქ გონიურ დროში მივწერთ რომ პასუხი გაგვცეს. ბატონოთა მიეცით შესაძლებლობა ქალბატონ ნინოს დაასრულოს. მე მაქვს კონკრეტული კითხვა და მივიღე პოლიტიკურ შეფასებას. ჩაატარეთ თუ არა ექსპერტიზა ამ ჩანაწერზე. მე ვადევნებ თვალყურს პროცესს და ასევე კონკრეტულ კითხვებზე თქვენი დაცვის ქვეშ ყოფი პირი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი კითხვებზე პასუხებს არ სცემს. იგი ვალდებული გახავთ. თქვენ მოწმობთ. ერთი წამით არ შემაწყვეტინოთ, მეორედ თუ გნებავთ რომ მიიღოთ კითხვებზე პასუხი თუ არა და მე ბატონ მოსამართლეს გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვერც ხვდებიან პატივცემულო მოსამართლემ, რომ საქმის ასე შემოტრიალებით წესით ბრალი უნდა დაუმძიმდეს მათ დაცვის ქვეშ ყოფ პირს, იმიტომ რომ თუ ეს ჩანაწერი სინამდვილეს შეესაბამება და მე მართლა ვაპირებდი ქვეყნის დაქცევას, გადატრიალებას და უცხო ქვეყნის ჯარის შემოყვანას და ამის მტკიცებულებები აქვს, ან ქონდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მან ამაზე რეაგირება არ გააკეთა, ამის დამსჯელი შესაბამისი მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში ძალიან ათლად არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ექსპერტიზას, მე ექსპერტიზა არ მჭირდებოდა პირადად, ვისაც სჭირდებოდა ეს ექსპერტიზა, მას უნდა ჩაეტარებინა, მე ეს მოვითხოვე იმავე დღესვე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არც ერთ სახელმწიფო უწყებას ექსპერტიზა ამასთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია და უფრო მეტიც ერთ რამე შეგახსენებთ, შეიძლება თქვენ არ გახსოვთ. ორი კომენტარი გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ჩანაწერზე, ერთი სააკაშვილის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ შეცდომა იყო ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, იმიტომ რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდაო და არაფერს არ ნიშნავდა სინამდვილეშიო და მეორე კომენტარი ბატონი მერაბიშვილის, რომელიც გავიდა ასევე იმედზე, სადაც ის ამბობს, რომ სიყალბე და სისულელიაო. შეგიძლიათ ნახოთ. ანუ ექსპერტიზა არ ჩაგიტარებიათ. მე მგონი პასუხი. თქვენ ხომ არ მიგიმართავთ ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც სათავეში მოვიდა ქვეყნის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და შესაბამისად დააკომპლექტა საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოები. მათთვის ხომ არ მიგიმართავთ ამ ჩანაწერის ექსპერტიზის მოთხოვნა? კარგი იქნებოდა ბატონო ადვოკატო თქვენი სიტყვების სიმართლეს რო შეესაბამებოდეს და ახალ ხელისუფლებას მაგის თავი და უნარი ჰქონოდა რომ მთლიანად დაეკომპლექტებია ახალი კადრებით საგამოძიებო ორგანოები, მაგრამ ეს გადავდოთ. მიუმართე. დიახ, მათ შორის ოფიციალურადაც მათ შორის მიუმართე მაშინ, როდესაც ახსნა განმარტება მივეცი 26 მაისთან დაკავშირებითაც, ასევე პირადად შევხვდი ბატონ არჩილ კბილაშვილს, სადაც ვთხოვე, რომ ჩაეტარებია სრულყოფილი გამოძიება 26 მაისთან დაკავშირებით და არა მარტო 26 მაისთან დაკავშირებით, იმ მოვლენებთან დაკავშირებითაც, რომელიც მანამდე ან მერე იყო, მაგრამ განსაკუთრებით 26 მაისთან დაკავშირებით და ასევე საგანგებოდ ვთხოვე ბატონ კბილაშვილს ჩაეტარებინა გამოძიება გარდაცვლილი პოლიციელის ტრაგედიასთან დაკავშირებით. არ ვიცი რა მოტივით, მაგრამ სამწუხაროდ ეს გამოძიებები არ ჩატარებულა. მე დღესაც ვითხოვ ამ გამოძიებებს, ისევე როგორც ვითხოვ 2007 წლის ნოემბრის გამოძიებას, 2009 წლის მოვლენების გამოძიებას, 2011 წლის მოვლენების გამოძიებას და გარწმუნებთ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ. გასაგებია. 2007 წლის ნოემბრის საქმეების გამოძიებასაც ითხოვთ? დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ როდის დატოვეთ უმრავლესობა? მე მგონი თქვენ უნდა გახსოვდეთ. თქვენ მოწებდანდებით და კითხვას უნდა გაცეს პასუხი. 2008 წლის კი ბატონო, ვიღებ შენიშვნას 2008 წლის ივნისში, მაგრამ მინდა გითხრათ პატივცემულო ადვოკატო, რომ მე 2007 წლის ნოემბრის გამოძიებას ვითხოვდი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროსაც, უფრო მეტიც მინდა გითხრათ. მიღებულია დოკუმენტი
და ჩემს მიერ ხელმოწერილი, ჩემი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ყოფნის დროს, რომელიც ავალდებულებს საქართველოს პარლამენტს, რომელიც არჩეული უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც 2008 წლის მაისში, რომ ჩაეტარებინა გამოძიება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ასე რომ მე ამას ვითხოვდი ჩემი პარლამენტის თავმჯდომარის ყოფნის დროს. გულისხმობთ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობას თუ პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებას, გამოძიებას, რომელი მიმართულებით ითხოვდით? იცით რა შეა საქმე? ნუ და გავიწყდებათ, რომ მე იურისტი ვარ. მე ვითხოვდი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამოძიებას. ბუნებრივია, მე ხა ვერ მივცემდი მითითებას აი პარლამენტში თითქოს გამოგზანდით, მაშინ დააფიქსირეთ ხო ეს მოთხოვნა? მაშინაც დავაფიქსირე და ვთქვი, რომ აუცილებლად გამოძიებული უნდა იქნას ყოველმხრივად ერთი მხარის მოქმედებაც და მეორე მხარის მოქმედებაც. ხა შევეხოთ სხვა საკითხებს თქვენ ჩვენების მიცემის დროს აღნიშნეთ, რომ ხელისუფლება გთხოვდა დახმარებას, როდესაც იმდინარეობდა ომი და ომის შემდგომი ასე ვთქვათ პერიპეტიები. პუტინთან ვიზიტიც ხელისუფლების თხოვნით შედგა თუ საკუთარი ინიციატივით ჩაბრძანდით მოსკოვში? საკუთარი ინიციატივით და გარწმუნებთ, რომ კიდე ჩავალ, როცა საჭიროდ ჩავდო. არა, ეს თქვენი უფლებაა, რა თქმა უნდა. რა იყო ამ შეხვედრების მთავარი მიზანი? დარბაზს გავხილებთ. ისაც განმოცხადეს ფილმის დასაწყისში, აუცილებლად შევასრულო და სხდომას გავხურა. რა იყო თქვენი რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის მთავარი მიზანი? ეხლა მოგახსენებთ და მე ამის თაობაზე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება მაშინაც, თუმცა არც ერთხელ სამწუხაროდ ეს ინფორმაცია არ გავიდა საეთერო დროის განმავლობაში და განვაცხადე არაერთგზის ჩემი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მე ვიცოდი ძალიან კარგად, რომ ვაპირებდი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას საქართველოში, ვაპირებდი კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე და მე მჭირდებოდა ზუსტად მცოდნოდა რა შემიძლია შევპირდე მე საკუთარ ხალხს. შემიძლია თუ არა დავპირდე მათ, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება არის შესაძლებელი და აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარება არის შესაძლებელი. მე ვერ მოვატყუებდი ხალხს და ვერ მივცემდი ამ დაპირებებს, თუ არ მექნებოდა ზუსტი წარმოდგენა იმაზე, როგორ აფასებს და როგორ უყურებს რუსეთის ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. ამიტომ მე ცხადია ჩავთვალე აუცილებლად, რომ შევხვედროდი რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს, რომ პირველი პირებისაგან მქონოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ხედვა აქვს რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებაში. ერთი რამეც უნდა გითხრათ. ძალიან საინტერესო გახლავთ ის, რომ ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე იდგა ჯარი რუსული 2003 წელს. ასევე არ იყო რუსეთი 2003 წელს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ მაშინ სწორედ სააკაშვილი მთხოვდა იმას, რომ ჩავსულიყავი რუსეთში, შევხვედროდი პუტინს და გამერკვია, რა შანსი ჰქონდა რუსულ-ქართულ ურთიერთობების დალაგებისა. თუ ეს არ იყო სამშობლოს ღალატი და ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იყო 2003 წელს. რატომ შეირაცხა ეს უკვე ქვეყნის ღალატად 2009 და 2010 წელს? თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებაში ვიყავი თუ არ ვიყავი, ცივილიზებულ სამყაროში და ცივილიზებულ ქვეყნებში ისეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პოლიტიკური წარსული და პოლიტიკური მომავალი, გამოცდილება და კონტაქტები, იმის და მიუხედავად იყენებს ხელისუფლება ქვეყნის სასიკეთოდ, ის არის თუ არა თანამდებობაზე. ამის მაგალითები არის ძალიან ბევრი. გნებავთ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტების გაგზავნა, თუნდაც ჩრდილო კორეაში, რომელიც ნამდვილად არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ან სხვა ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ამერიკას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. და ასევე მაგალითები არაერთგზის ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსებისა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებს, მათ შორის თქვენთვის ძალიან საყვარელი ბატონი მაკეინისა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაშია, სწორადაც იქცევა, ხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, როგორც მეგობარ სახელმწიფოებში, ასევე არა მეგობრულ სახელმწიფოებში. გმადლობთ. ქალბატონ ნინო, თქვენი პარტიის ვებგვერდზე არის მითითებული ალიას ერთ-ერთი ინტერვიუ, თქვენი ინტერვიუ გაზეთ ალიასთან, სადაც ამბობთ, რომ თქვენ ხართ მისაღები პოლიტიკოსი მოსკოვისთვის. და ამაში რა იგულისხმება? ანუ მოსკოვისთვის მისაღებ პოლიტიკოსში ინტერვიუს დროს რას გულისხმობთ? ჩემი პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ალბათ არა მხოლოდ, ალბათ კი არა ნამდვილად,
არა მხოლოდ ალიასთან მიცემული ეს ინტერვიუ, არამედ ყველა ინტერვიუ, რომელიც მიმიცია მე ოდესმე რომელიმე გაზეთისათვის პარტიის დაარსების დღიდან და ასევე რომელიც მიუცია ჩვენი პარტიის წევრებს. მაგ ინტერვიუში არასწორად ციტირებთ. მე ვამბობ, რომ მე მისაღები პოლიტიკოსი ვარ არა მხოლოდ მოსკოვისათვის და რუსეთისათვის, არამედ დასავლეთისთვისაც, სამხრეთისთვისაც და აღმოსავლეთისთვისაც. კონტექსტიდან ამოგლეჯას ძალიან დიდი მნიშვნელობა. კარგით, ამიტომ სხვა საკითხზე გადავიდეთ. აი თქვენ როდესაც ლავროვს შეხვდით რუსეთის საგარეო სამხედრო სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ამ ქვეყნა განცხადება რუსეთის ხელისუფლების წევრები საქართველოსთან ამჟამინდელ ურთიერთობებს მხოლოდ იმ ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად გადახედავენ, რომლებიც რეგიონში შექმნილ ვითარებას რეალურად აფასებენ. ეს გააკეთა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლავროვის თქვენთან შეხვედრის შემდგომ. და რითი განსხვავდება, ანუ რაში მდგომარეობს რეგიონში ვითარების რეალური შეფასება, რომელიც რეგიონში ვითარების რეალური შეფასება მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გიყოს იმდენი ტვინი ხელისუფლებაში რომ ხარ, რომ რუსეთს ან არ დაუწყო ომი, ან თუ ის აპირებს შენთან ომის დაწყებას და ამის პროვოცირებას აკეთებს, ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ ომამდე საქმე არ მიიყვანო. რეალური შეფასება იცით რაში მდგომარეობს? რეალური შეფასება მდგომარეობს იმაში, რომ კარგად იცოდე, რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებ. აი ამაში მდგომარეობს რეალური შეფასება. მე მქონდა კამათი ბატონ სააკაშვილთან და მის გუნდთან ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ისინი ომის დაწყებას აპირებდნენ აფხაზეთში. 2008 წლის აპრილში. და როდესაც ვუთხარი, რომ ჩვენს მიერ ომის დაწყება დააქცევს ქვეყანას. ანუ ომი ჩვენ დავიწყეთ. ერთი წამით. მე ვლაპარაკობ ჯერ წინა პროცესზე, მოვალ მაგამდე თუ გაინტერესებთ. და იცით რა პასუხი მივიღე ეგრეთ წოდებულ უშიშროების საბჭოზე? ალბათ ახსოვს ბრალდებულს ერთი წამით. რომ ჩვენი ერთი ჯარისკაცი 50 რუს ჯარისკაცს უდრის. და ჩვენ თანამედროვე ტექნიკა გვაქვს და რუსებს დაჟანგული ტანკებიო. ჩვენი პასუხი ერთი წამით იყო. მის მიღებულია პასუხი. არა, ერთი წამით, თქვენს გარდა სხვაც არის აქ და უნდა მოისმინონ ეს. რაზეც მე ვუთხარი, რომ შეიძლება 50 ჯარისკაცი უდრის ჩვენს ერთ ქართველ ჯარისკაცს, მაგრამ თუ გადავამრავლებთ, მაინც ჩვენზე მეტნი გამოდიან მეთქი. და როდესაც უშიშროების საბჭოს წევრები შემოცვიდნენ სააკაშვილის კაბინეტში, კარტაბელე ომის დაწყების უფლება გვაქვს და დავიწყოთ აფხაზეთში ომიო. სხვათა შორის ვანო მერაბიშვილისთვის მაშინ ენთუზიაზმი არ შემიტყვია, სამართლიანობა მოითხოვს რომ ვთქვა. ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მაინც ფრთხილად მიუდგა შედარებით სხვებისგან განსხვავებით. აი 2008 წელს აპრილში რომ ომი არ დაიწყო, ეს იყო ჩემი დამსახურება. ეგ გასაგებია, მე ეგ არ მიკითხავს ქალბატონ ნინო, მე მაინტერესებს, აი რეალობის თქვენეული აღქმა. მე აღხსენით რა არის რეალობის აღქმა რუსეთის ოფიციოზისთვის? ალბათ როგორ ჩანს. რეალობის აღქმა არის ის, რომ უნდა იცოდე, ვის უნდა ებრძოლო და ვის არა. და როცა ამერიკის შეერთებული შტატები სუპერსახელმწიფო ერიდება რუსეთთან ომს, არ აქვს მნიშვნელობა რა საბაბით და მოლაპარაკებებზე მიდის, შენც ასევე უნდა მოიქცე. კარგი და ბოლო საკითხი, რომელთაც ეს თემა უნდა ამოვწუროთ, თქვენი ამონარიდი თქვენი ინტერვიუდან, კვირის პალიტრასთან მიცემული ინტერვიუდან, ჩვენმა პრეზიდენტმა აჩუქა ეს ტერიტორიები და რავალდებულია პუტინი ნაჩუქარი უკანვე დაგვიბრუნოს. ჩვენი პოლიტიკა ისე უნდა წარმართოთ, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ, რომ მიხსენებ ომის პერიოდს, ვფიქრობ, რომ გორის ცენტრი ჩვენების დაბომბილია. აქ რას გულისხმობთ ამ განცხადებაში? მოკლედ რომ მოახსენოთ სასამართლოს. საქართველოს პოლიტიკა ნამდვილად რომ ისე უნდა წარმართოთ, როგორც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, მე მგონი ამაში არ უნდა შემომეკამათოთ. ის რომ სააკაშვილმა ხელი გაუხსნა რუსეთს, შემოეყვანა ჯარი და დაეკავებია ცხინვალის ტერიტორია, ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება და იმდენი მაინც უნდა მოეფიქრებია გონიერ ხელმძღვანელს, რომ როკის გვირაბი მაინც გადაეკეტა, სანამ ჯარი შემოვიდოდა. რაც შეეხება გორის ცენტრს, თქვენ როგორც ჩანს ძალიან და სწორადაც იქცევით, ინტერესით ეცნობით პრესას. წაიკითხეთ ბატონი გივი თარგამაძის ინტერვიუ, სადაც ბატონი გივი თარგამაძე პირდაპირ ამბობს, რომ გადაუხადა, უბრალოდ შეთავაზა ფული, თუ არ ვცდები $50,000 რუსის ოფიცრებს
რომ დაებობათ სტალინის ძეგლი, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. სტალინის ძეგლი გორის ცენტრში არის დგა? თუ სადმე სხვაგან იდგა კრემლთან ახლოს გულისხმობდით აქ. რა თქმა უნდა, სტალინის ცენტრი უკაცრავად ხომ არ გახსოვთ შემთხვევით სტალინის ძეგლიდან რამდენი მეტრის მოშორებით არის საცხოვრებელი სახლები. ჩამოაგდეს სტალინის ძეგლთან ბომბი რუსებმა? ჩამოაგდეს სტალინის ძეგლთან. ცოტა მოშორებით. და თარგამაძის დაკვეთი კარგი. მე ვერ გეტყვით, ეს თარგამაძეს უნდა გითხოთ. გასაგებია, მიღებულია თქვენი პასუხი. მისი ინტერვიუ, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ, ეთყობა კარგად ფლობთ მედია საშუალებებს, ძალიან ნათლად საუბრობს ამ მოლაპარაკებაზე და სხვათა შორის რა ქვია იმას, როცა ომის დროს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ესე ვთქვათ, მტრული ჯარის ოფიცრებთან და ფულს თავაზობს. მტრული ჯარი არის ეს კალო? არა, მეგობრულია? არ ვიცი. თუ არიცით, ეგ თქვენი პრობლემაა. არა, თქვენი აზრი არა, თქვენ თუ არიცით, ეგ თქვენი პრობლემაა. ჩვენ შეიძლება ჩვენი აზრი ერთმანეთზე განსხვავდება. არც ერთ სიტყვას არ ვამბობ. კარგად დაიმახსოვრეთ ეს. საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომ ყველა სიტყვა ვთქვა ის. სასამართლოს შეგიძლიათ მოახსენოთ თქვენი დამოკიდებულება ნაციონალური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური პარტიის მიმართ. რა თქმა უნდა. შემიძლია გავიმეორო ის. მისი გენერალური მდივნის ბატონი ვანო მერაბიშვილის. შემიძლია გავიმეორო ის, რაც არაერთის მithქვამს. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები, რომელთაც ჰქონდათ შანსი უნიკალური, რომელიც შეიძლება არავის აღარ ექნეს. ჰქონდათ შანსი, რომ ქვეყანა დაეყენებინათ რეალურად დემოკრატიის და განვითარების გზაზე და თავისი სახელები ჩაეწერათ ლამის ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში. ეს ორგანიზაცია და ეს ლიდერები გადაიქცნენ კრიმინალურ დაჯგუფებად, ადამიანებად, რომლებმაც ქვეყანაში შექმნეს ავტოკრატული დამნაშავე რეჟიმი, ადამიანებმა, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს საქართველოში პირობითად ცოცხების სისტემის არსებობა, ტოტალური თვალთვალი, ადამიანების დაშინება და დატერორება, ადამიანებად, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს ტერიტორიის 20% და დააბრუნეს საქართველოში სიმწრით გაყვანილი რუსის ჯარი, ბურჯომაძეს კი არ შემოუყვანია ის ჯარი, რომელიც ეხლა აგერ დგას ახალგორთან. სააკაშვილის უტვინობამ შემოიყვანა და მასზე უნდა დასვათ კითხვები, მოვა ამისი დროც, ალბათ. აქედან გამომდინარე, ყველა იმ სისტემური დანაშაულიდან გამომდინარე, რომელიც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ. და ეს არ იყო არც გადაცდომა, არც გადახრა, ეს იყო სისტემური დანაშაული. ნაციონალური მოძრაობა გადაიქცა კრიმინალურ ორგანიზაციად. მე ძალიან წუხვარ, რომ გვიან შევამჩნიე, რამდენად სწრაფად ხდებოდა ეს ორგანიზაცია კრიმინალურ ორგანიზაციად რამდენად სწრაფად იქცა. მე დღესაც ვერ ვიტყვი, როდის გავუმეპარა ბატონო მოსამართლევ, აი ეს გარდატეხა, როდესაც ეს ორგანიზაცია ავანტიურისტული, ეს ყოველთვის ჰქონდა მას და რადიკალური ორგანიზაციიდან გადაიქცა კრიმინალურ დაჯგუფებად. მე ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში მისი, ეხლა არ ვიცი თავმჯდომარე ალბათ ხო სააკაშვილი ისე, ან საპატიო თავმჯდომარე, მისი თავმჯდომარის მეთაურობით, შესაბამისად შემდეგ გენერალური მდივანი და ასე შემდეგ, უნდა გასამართლდეს როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია და გარწმუნებთ, რომ აუცილებლად მოვა საქართველოში ხელისუფლება, თუ ამ ხელისუფლებას არ ეყოფა თავი და გამბედაობა, რომ ეს გააკეთოს, აუცილებლად მოვა საქართველოში დემოკრატიულად არჩეული, ხალხის მიერ არჩეული, დემოკრატიული და სამართლიანი ხელისუფლება, რომელიც სამართლიანი სასამართლოს წინაშე კომპეტენტური გამოძიების ჩატარების შედეგად წარადგენს მასალებს და მთელ მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოსახლეობას მოაშორებს იმ ჭირს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. და ამას არ უშველის ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგი. იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც რა თქმა უნდა არაფერ შუაში არ არიან, არც იმ ორ გვამთან, რომელზეც ბატონი მერაბიშვილი გუშინ წინ საუბრობდა და მაინტერესებს თუ ჩაატარეთ ექსპერტიზა აუტენტურობასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ძალიან გაინტერესებთ ხოლმე ექსპერტიზები. არც ალბათ იმ უბედურებასთან, რაც მოხდა 26 მაისს. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს, ვინც დღეს ნაციონალურ მოძრაობაშია, ამასთან შეხება არ აქვს და არც ინფორმაცია ამაზე არ ჰქონდა. მაგრამ დღეს, როდესაც ისინი მაინც იცავენ ნაციონალურ მოძრაობას, მაინც იცავენ სააკაშვილს, მაინც იცავენ მერაბიშვილს, მაინც იცავენ ყველა იმ ადამიანს,
ახალაიას და ასე შემდეგ, ვინც ამ სისტემურ დანაშაულთან იყო დაკავშირებული, ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. და კარგად გაიხსენოს თქვენი დაცვის ქვეშ ყოფმა პირმა. რამდენჯერ გავაფრთხილე მე ის მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ძალიან ბევრი სხვა, რომ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი მეთქი. მე გულწრფელად გულშემატკივრობდი მათ, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. მე გულწრფელად მინდოდა, რომ მათ ნაკლები შეცდომები დაეშვათ. გაიხსენოს თქვენი დაცვის ქვეშ ყოფმა პირმა, როცა ჩემს კაბინეტში მოვიდა გირგვლიანის უბედურების შემდეგ. მე მას ვუთხარი, ბოდიში მოუხადე მეთქი საზოგადოებას და დადე პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებ ამის გამოძიებისთვისათვის. სხვა შანსი არ არსებობს, რომ ხალხმა ჩვენ დაგვიჯეროს და გვენდოს მეთქი. ამის სანაცვლოდ ჩემი კაბინეტიდან გასული გაბრძანდა ტრიბუნასთან და კარგად გახსოვთ ეთყობა თქვენ ჩემი გამოსვლა, კარგად გახსოვთ 7 ნოემბერს თუ 9 ნოემბერს. ამოიღეთ მისი გამოსვლა. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა, თანაგრძნობა გამოეხატა დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრის მიმართ, იქეთ ხელების ქნევა დაიწყო და იმის ძახილი, რომ ყველა მოკალით პოლიციელებო, ვისაც დაადგებით. და არავინ არ შეიწყალოთო. აი ამ უბედურება მოგვიყვანა დღეს აქამდე და მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ სულაც არ მიმაჩნია თავი ბედნიერად, რომ მე დღეს აქ ავარ და ჩვენებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ვაძლევ. იმიტომ კი არა, რომ ის ამას არ იმსახურებს, სამწუხაროდ იმსახურებს. იმიტომ არა ვარ მე დღეს კმაყოფილი და ბედნიერი, რომ ეს ჩემი ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი. და ნამდვილად გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ნაციონალურ მოძრაობას იმის ნახევარი დანაპირებები შეესრულებია, რაც 2003 წელს ერთად მივეცით ხალხს. მარტო გზის გაყვანა და შენობების გარედან შემინვა არ იყო მთავარი. ჩვენ სხვა რამეს ვთხოვდა ხალხი. ელემენტარული ადამიანის ღირსების დაცვას და არა იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ ყველამ ერთად, ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად. როდესაც ფეხქვეშ გაითელა ქართველი კაცის ღირსება, ქართველი ადამიანის ზოგადად. ნაციონალური მოძრაობა კრიმინალურ ორგანიზაციად, რომლის გენერალური მდივანიც ახლა ბრალდებულია, თქვენს მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შემდგომ გადაიქცა? სამწუხაროდ ნიშნები კრიმინალური მანამდეც არსებობდა, რომელიც მე როგორ ჩანს გამომრჩა, ან ბოლომდე არ მინდოდა დამეჯერებია. რაც რა თქმა უნდა იყო ძალიან მძიმე, ძალიან არასასურველი, რის გამოც მე მთელი 5 წლის განმავლობაში მომიწია საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდამაც და შეუპოვარმა ბრძოლამაც, რომ გამომესყიდა თუნდაც ის ნებსით არა ნამდვილად, მაგრამ უნებლიეთ ვთქვათ, მიშვებული მოვლენები, რომელსაც მე სამწუხაროდ წინ ვერ აღუდეგი. თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე მე ხელისუფლებაში ვიყავი, ნაციონალური მოძრაობა არ იყო ასე გათავხედებული და ნამდვილად ვერ ბედავდა იმას, რასაც ბედავდა შემდეგ უკვე 2008 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით. ეხლა გადავიდეთ უკვე მიტინგზე. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არნაირი შეზღუდვა კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ასე ვთქვათ, ვინაიდან კონსტიტუცია კანონზე მაღლა დგას, თქვენი ხელმძღვანელობის კონსტიტუციით. ცხადია. საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის შესაბამისად და ეს არის რედაქცია, რომელიც არის 1995 წლის 24 აგვისტოს მიხედვით. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება და მესამე პუნქტი ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. დიახ. ანუ როგორი ხელმძღვანელეთ ამ მუხლით, ან შემდგომ თქვით რომ რაღაც შეცვალაო ხელისუფლებამ, მე პირველადი ვერსია, როგორი ხელმძღვანელეთ ამ ძალიან კარგად. ტოტალური თვალთვალი, ადამიანების დაშინება და დატერორება, ადამიანებად, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს ტერიტორიის 20% და დააბრუნეს საქართველოში სიმწრით გაყვანილი რუსის ჯარი, ბურჯონაძეს კი არ შემოუყვანია ის ჯარი, რომელიც ეხლა აგერ დგას ახალგორთან. სააკაშვილის უტვინობამ შემოიყვანა და მასზე უნდა დასვათ კითხვები, მოვა ამისი დროც ალბათ. აქედან გამომდინარე, ყველა იმ სისტემური დანაშაულიდან გამომდინარე,
რომელიც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ. და ეს არ იყო არც გადაცდომა, არც გადახრა, ეს იყო სისტემური დანაშაული. ნაციონალური მოძრაობა გადაიქცა კრიმინალურ ორგანიზაციად. მე ძალიან მწუხვარ, რომ გვიან შევამჩნიე, რამდენად სწრაფად ხდებოდა ეს ორგანიზაცია კრიმინალურ ორგანიზაციად რამდენად სწრაფად იქცა. მე დღესაც ვერ ვიტყვი, როდის გავუმეპარა ბატონო მოსამართლევ, აი ეს გარდატეხა, როდესაც ეს ორგანიზაცია ავანტიურისტული, ეს ყოველთვის ჰქონდა მას და რადიკალური ორგანიზაციიდან გადაიქცა კრიმინალურ დაჯგუფებად. მე ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში მისი, ეხლა არ ვიცი თავმჯდომარე ალბათ ხო სააკაშვილი ისე, ან საპატიო თავმჯდომარე, მისი თავმჯდომარის მეთაურობით, შესაბამისად შემდეგ გენერალური მდივანი და ასე შემდეგ, უნდა გასამართლდეს როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია და გარწმუნებთ, რომ აუცილებლად მოვა საქართველოში ხელისუფლება, თუ ამ ხელისუფლებას არ ეყოფა თავი და გამბედაობა რომ ეს გააკეთოს, აუცილებლად მოვა საქართველოში დემოკრატიულად არჩეული, ხალხის მიერ არჩეული, დემოკრატიული და სამართლიანი ხელისუფლება, რომელიც სამართლიანი სასამართლოს წინაშე კომპეტენტური გამოძიების ჩატარების შედეგად წარადგენს მასალებს და მთელ მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოსახლეობას მოაშორებს იმ ჭირს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. და ამას არ უშველის ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგი. იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც რა თქმა უნდა არაფერ შუაში არ არიან, არც იმ ორ გვამთან, რომელზეც ბატონი მერაბიშვილი გუშინ წინ საუბრობდა და მაინტერესებს თუ ჩაატარეთ ექსპერტიზა აუტენტურობასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ძალიან გაინტერესებთ ხოლმე ექსპერტიზები. არც ალბათ იმ უბედურებასთან, რაც მოხდა 26 მაისს. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს, ვინც დღეს ნაციონალურ მოძრაობაშია, ამასთან შეხება არ აქვს და არც ინფორმაცია ამაზე არ ჰქონდა. მაგრამ დღეს, როდესაც ისინი მაინც იცავენ ნაციონალურ მოძრაობას, მაინც იცავენ სააკაშვილს, მაინც იცავენ მერაბიშვილს, მაინც იცავენ ყველა იმ ადამიანს, ახალაიას და ასე შემდეგ, ვინც ამ სისტემურ დანაშაულთან იყო დაკავშირებული, ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. და კარგად გაიხსენოს თქვენი დაცვის ქვეშ ყოფმა პირმა. რამდენჯერ გავაფრთხილე მე ის, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ძალიან ბევრი სხვა, რომ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი მეთქი. მე გულწრფელად გულშემატკივრობდი მათ, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. მე გულწრფელად მინდოდა, რომ მათ ნაკლები შეცდომები დაეშვათ. გაიხსენოს თქვენი დაცვის ქვეშ ყოფმა პირმა, როცა ჩემს კაბინეტში მოვიდა გირგვლიანის უბედურების შემდეგ. მე მას ვუთხარი, ბოდიში მოუხადე მეთქი საზოგადოებას და დადე პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებ ამის გამოძიებისთვისათვის. სხვა შანსი არ არსებობს, რომ ხალხმა ჩვენ დაგვიჯეროს და გვენდოს მეთქი. ამის სანაცვლოდ, ჩემი კაბინეტიდან გასული, გაბრძანდა ტრიბუნასთან და კარგად გახსოვთ ეთყობა თქვენ ჩემი გამოსვლა, კარგად გახსოვთ 7 ნოემბერს თუ 9 ნოემბერს. ამოიღეთ მისი გამოსვლა. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხება გამოეხატა დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრის მიმართ, იქეთ ხელების ქნევა დაიწყო და იმის ძახილი, რომ ყველა მოკალით პოლიციელებო, ვისაც წაადგებით. და არავინ არ შეიწყალოთო. აი ამ უბედურება მოგვიყვანა დღეს აქამდე და მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ სულაც არ მიმაჩნია თავი ბედნიერად, რომ მე დღეს აქ ავარ და ჩვენებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ვაძლევ. იმიტომ კი არა, რომ ის ამას არ იმსახურებს, სამწუხაროდ იმსახურებს. იმიტომ არა ვარ მე დღეს კმაყოფილი და ბედნიერი, რომ ეს ჩემი ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი. და ნამდვილად გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ნაციონალურ მოძრაობას იმის ნახევარი დანაპირებები შეესრულებია, რაც 2003 წელს ერთად მივეცით ხალხს. მარტო გზის გაყვანა და შენობების გარედან შემინვა არ იყო მთავარი. ჩვენ სხვა რამეს გვთხოვდა ხალხი. ელემენტარული ადამიანის ღირსების დაცვას და არა იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ ყველამ ერთად, ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად. როდესაც ფეხქვეშ გაითელა ქართველი კაცის ღირსება, ქართველი ადამიანის ზოგადად. ნაციონალური მოძრაობა კრიმინალურ ორგანიზაციად, რომლის გენერალური მდივანიც ახლა ბრალდებულია, თქვენს მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შემდგომ გადაიქცა? სამწუხაროდ ნიშნები კრიმინალური მანამდეც არსებობდა, რომელიც მე როგორც ჩანს გამომრჩა, ან ბოლომდე არ მინდოდა დამეჯერებია. რაც რა თქმა უნდა იყო ძალიან მძიმე, ძალიან არასასურველი, რის გამოც მე
მთელი 5 წლის განმავლობაში მომიწია საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდამაც და შეუპოვარმა ბრძოლამაც, რომ გამომესყიდა თუნდაც ის ნებსით არა ნამდვილად, მაგრამ უნებლიეთ თქვათ მიშვებული მოვლენები, რომელსაც მე სამწუხაროდ წინ ვერ აღვდეგი. თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე მე ხელისუფლებაში ვიყავი, ნაციონალური მოძრაობა არ იყო ასე გათავხედებული და ნამდვილად ვერ ბედავდა იმას, რასაც ბედავდა შემდეგ უკვე 2008 წლიდან მოყოლებული. გასაგებია. ეხლა გადავიდეთ უკვე მიტინგზე. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არანაირი შეზღუდვა კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ასე ვთქვათ, ვინაიდან კონსტიტუცია კანონზე მაღლა დგას, თქვენი ხელმძღვანელობის კონსტიტუციით. ცხადია. საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის შესაბამისად და ეს არის რედაქცია, რომელიც არის 1995 წლის 24 აგვისტოს მიხედვით. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. და მესამე პუნქტი ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. დიახ. ანუ როგორი ხელმძღვანელეთ ამ მუხლით, ან შემდგომ თქვით რომ რაღაც შეცვალაო ხელისუფლება, მე პირველადი ვერსია, როგორი ხელმძღვანელეთ ამ ძალიან კარგად. პირველ მუხლს, უпростоრად მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც ყველა შეუძლია შეიკრიბოს შაშანის გარეშე. შეტყობინება არის მხოლოდ არა საჭირო და არა ნებართვა, ხო? ესე წერია რა? კი. წინასწარი ნებართვა. არა, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიძლება. დიახ. წინასწარი ნებართვის გარეშე, ანუ ნებართვა, ანუ სანქცია, იმიტომ რომ სიტყვა სანქცია ლათინურიდან ქართულად თუ გადმოთარგმნით ნებართვას ნიშნავს, ხო? სანქცია მიტინგს არ ჭირდება. ესე იგი, შეკრება და მიტინგი არასანქცირებული კონსტიტუციის მაგ რედაქციით, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, არ არსებობს. და ვინ თქვა რომ არასანქცირებული იყო მიტინგი? არა, ასე ამბობდნენ. ვინ? ყველა ხელისუფლება, არა, უკაცრავად ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ მიტინგს გაუვიდა ვადა, ამოეწურა სანქცია და ამიტომ იქნა დარბეული. ეს ერთი. მეორე, თუ შეიძლება მეორე პუნქტი თუ არ შეწუხდებით, ისევ წაიკითხეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა. არა, მეორე პუნქტი. მესამე პუნქტი უბრალოდ. მესამე ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. დიახ. და როდის მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიტინგმა? ჩვენ ვიდექით და ხალხი ლოცულობდა. რატო იყო ეს კანონსაწინააღმდეგო? აი ამაზე ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ. არა, ეხლა ვისაუბროთ. მე თავად ჩავთვლი მიზანშეწონილად ისე. არა, თქვენ გასაკითხვა და თქვენ როგორ კი ბატონო, უბრალოდ ბატონმა ადვოკატმა თავად მოიყვანა ორი კონკრეტული პუნქტი და ორივე კონკრეტული პუნქტით ჩანს, რომ ჩვენ მოქმედებდით კონსტიტუციის ფარგლებში. ანუ ჩვენ არ გვჭირდებოდა არანაირი სანქცია და ნებართვა მიტინგის ჩატარებისა, ანუ ჩვენ მოქმედებდით კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის შესაბამისი პუნქტის ფარგლებში და მეორე პუნქტი ასევე გვამართლებს ჩვენ, იმიტომ რომ მიტინგს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ მიუღია. ჩვენ ვიდექით, როგორც ვიდექით 10 საათზე, 5 საათზე, 7 საათზე დღის განმავლობაში, ასევე ვიდექით 12 საათზე, არაფერი ჩვენ არ გაგვიკეთებია და არ გვიმოქმედია, ანუ ხასიათი მიტინგის არ შეცვლილა. გასაგებია, თქვენ გააფრთხილეთ თუ არა თბილისის მერია, რომ გარკვეულ პერიოდში მოგიწევდათ მიტინგის გამართვა და შესაბამისად ქუჩების გადაკეთვაც. ეს გაფრთხილება შეიტანეთ თქვენ? რომელ რიცხვებით შემოიფარგლებოდა გაფრთხილება? ვერ გეტყვით, მე მგონი 26 მაისით. ანუ 25 მაისის ბოლოს გაფრთხილება უკვე აღარ იყო, ხო? არა, 26 მაისის ჩათვლით იყო მე რამდენადაც მახსოვს, მაგრამ ამასაც არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ასევე საქართველოს კანონმდებლობით თუ იკრიბება იმაზე მეტი რაოდენობის ადამიანი, ვინც დაეტევა, ვთქვათ, რა ქვია? ტროტუარზე, მადლობთ. და თავისთავად ბუნებრივად ხდება ქუჩის გადაკეთვა, ასეთ შემთხვევაში არანაირ უკანონო ხასიათს მიტინგი არ იწევს. ჩვენ გაცილებით მეტნი ვიყავით, ვიდრე მხოლოდ ტროტუარზე დაეტევოდა ადამიანები. მაგრამ გაფრთხილება არ იყო საჭირო კონსტიტუციის შესაბამისად? 26 მაისზე შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, თქვენ იცით რა, შეტყობინება არსად არ წერია, რომ წერილობით შეტყობინება იყო საჭირო. ჩვენ მერიას, როდესაც მერი თუ ეს გაინტერესებთ მაინცა და მაინც, როცა მერიის წარმომადგენლები მობრძანდნენ, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს იყო ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მათ ქალბატონი ნონა ესაუბრა,
და ქალბატონმა ნონამ უთხრა, რომ ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ, ვართ მშვიდობიანი მომიტინგეები, არ ვარღვევთ საქართველოს კანონმდებლობას, გვაქვს უფლება ვიყოთ აქ და წასვლას არ ვაპირებთ, ასე რომ ფორმალურად თუ ეს გაინტერესებთ, მერიას ეს შეტყობინებაც მიღებული. მერიას ხომ არ ბარემ თემას რომ ამოვწუროთ, ხომ არ შემოუთავაზებია თქვენთვის ალტერნატიული ადგილი. რა ადგილები შემოგთავაზოთ? მე მგონი დედაენის ბაღი და არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, ამ დროს სწორედ, როდესაც ეს მოლაპარაკება მიდიოდა, მე უკვე პატრიარქს ვესწრაუბერებოდი. და რა რაოდენობის მომიტინგეები იყვნენ მაშინ დაახლოებით? იცით რა, მე ნამდვილად ვერ გეტყვით იმას. სიმართლე გითხრათ, ჩემს ესე ვთქვათ, მოაზრეებთანაც რამდენჯერმე მქონდა განსხვავებული მოსაზრება, ზოგი მეც ამბობს, ზოგი ნაკლებს. უბრალოდ იყო ძალიან ცუდი ამინდი, გახსოვთ წვიმა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეფარებული, ზოგი ცელოფნებს, ზოგი მანქანას, ზოგი ესე ვთქვათ, სადარბაზოებს. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 3-დან 5,000-მდე ალბათ. ან როდესაც მერიის თანამშრომლები მოვიდნენ. დაახლოებით ალბათ ესე. შეიძლება მე ვთვლი რომ მეტი. მე ვამბობ 5,000-მდე, მაგრამ მეუბნებიან რომ სადღაც 2-დან 3. ანუ ესე იგი, მერიის თანამშრომლები რომ მოვიდნენ, დაახლოებით 3-5,000 ადამიანი იყო და თქვენ ეს 3-5,000 ადამიანი დედაენის ძეგლთან ან სხვა რომელიმე ალტერნატივას დაეტეოდა ეს? კი, რა თქმა უნდა. დაეტეოდა. პირდაპირ თქვათ, ჩვენ არ ვაპირებდით იქედან წასვლას. კი ბატონო. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ სასიკვდილოდ გაწირავდნენ ადამიანებს, ჩვენ რომ გვეფიქრა და დაგვეშვა ის, რომ როდიონოვზე უფრო სასტიკად იქნებოდა დაგეგმილი აქცია. ალბათ, ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ ხალხი დაგვეშალა, თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანები დაგვიჯერებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოვიარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე საათით ადრე მომიტინგეები, პირადად მეც ვესაუბრე მათ, სხვათა შორის ალიაში ესეც გამოქვეყნდა, ერთ-ერთი ადამიანი წერდა, რომელიც მე უბრალოდ ვერ გავიხსენე, მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ის წერდა, რომ ქალბატონი ნინო მოვიდა ჩვენთან და გვითხრაო, რომ იქნებ დავიშალოთ, იმიტომ რომ ხელისუფლება ალბათ ძალას გამოიყენებს და გვცემენ მეთქი. მე ნამდვილად ვიფიქრე, რომ გვცემდნენ ახლა, თუ დავხოცავდნენ, მაგას ვერ ვიფიქრებდი. დაზეთ პასუხი მივიღეთ, რომ ქალბატონი ნინო ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვიდგეთ, თუ საჭიროა თავსაც გავწირავთო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ასეთი ბრუტალური სისასტიკით იქნებოდა აქცია დაგებული. აი ეს 3-5,000 ადამიანი, რომელიც მერიის წარმომადგენლის მოსვლის დროს თქვენი განცხადებით იმყოფებოდა მიტინგის ამ ტერიტორიაზე, ხო, რუსთაველის გამზირზე. თქვენ პროკურორის კითხვაზე თუ რამდენი მომიტინგე დააკავეს, აღნიშნეთ რომ 800-900 მომიტინგე დააკავეს, სად წავიდა 200-200 მომიტინგე იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ მინიმალურ რაოდენობას გავითვალისწინებთ. ქალებს არაკავებდნენ ძირითადად, ქალებს არაკავებდნენ. ძირითადად არაკავებდნენ მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დაკავებული იყვნენ, ასე ვთქვათ, ზრდასრული მამაკაცები, ანუ გარკვეული ასაკის, ძალიან მოხუცებსაც არაკავებდნენ, რამდენადაც ჩვენ დავაფიქსირეთ, დაახლოებით 60 წელს გადაცილებულებს 55 წელს ზემოთ, 60 ზემოთ ალბათ. და ნუ ხა ბუნებრივია ყველას დაკავება, ეხა კი ძალიან ყოჩაღები არიან ეს სპეცრაზმელები, მაგრამ ეხა ყველას თავისთავად ცხადია ვერ დააკავებდნენ და რაღაცა ნაწილი ადამიანების ბუნებრივია გავიდა მოედნიდან, ძალიან დიდი ნაწილი სხვათა შორის იყო რუსთაველის კინოთეატრში, მე მაინტერესებს კინოთეატრში რატო სცემდნენ, უბრალოდ ისე ალბათ თქვენს დაინტერესებით ამით, რომ რატომ სცემდნენ, რატომ იყო პატივცემულო მოსამართლე მოთხოვნა რომ შეაგინეთ ბურჯანაძეს და ვინც არ აგინებდა ბურჯანაძეს იმ ადამიანებს თავში ხელკეტებს გამალებით ურტყამდნენ, მათ შორის 75 თუ 78 წლის ემირ ბურჯანაძეს, რომელიც საქართველოს სახალხო მხატვარია და თბილისის გერბი მისი დახატულია. რატომ იყო მოთხოვნა რომ შეაგინე ბურჯანაძეს, თორემ გცემთ, თორემ მოკლავთ, თორემ გაგაუპატიურებთ? ეს არის დემოკრატია. დემოკრატიასთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ. ჩვენ შემდეგი კითხვა გვაქვს ასეთი სახის. აღნიშნეთ, რომ შეფიცულთა რაზმები შეიქმნაო. შემდგომ თქვით, რომ არანაირი რაზმები ცოტა ხმამაღალი ნათქვამიაო. და ამ იყოს რაზმი. იყოს რაზმი. რა იყო ამ რაზმების ფუნქცია? თავდაცვა. ვისგან? უკანონო მოქმედებისგან ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო. თქვენ პროფესიონალი იურისტი ბრძანდებით. მადლობა. შეფიცულების წესდება არსებობს
ხელმისაწვდომია, გამოქვეყნებულიც არის, მათ შორის გამოქვეყნებულია შეფიცულთა ფიცი, სადაც ძალიან ზუსტად წერია, რისთვის შეიქმნა ეს რაზმები. მხოლოდ და მხოლოდ უკანონო მოქმედებებისაგან თავდასაცავად. და თქვენ მე ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს. თავდასხმის, ვინმე სცემის, ვინმე შეურაცხყოფის, რომელიც წამოვიდა ჩვენი აქტივისტების ხრიდან. სხვათა შორის ძალიან მოდაშია ახლა კიევთან შედარება ჩვენი აქციების. თქვენ ნახეთ ისეთი კადრები თბილისში, რაც კიევში ვნახეთ ჩვენ ცეცხლმოგიდებული პოლიციელი მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით. ნაციონალური მოძრაობა თავგამოდებული იცავს კიევის ოპოზიციონერებს და აქტივისტებს. მიუხედავად იმისა, რომ რეალური ბარიკადებია კიევის ქუჩაში აღმართული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ შუა საუკუნეებში რომ ისვრიან, ასე ვთქვათ, ციხესიმაგრეებს რო ესვრიან. კატაპულტა. ბატონო? კატაპულტა. ხო, არ მახსოვდა სახელი, მადლობთ. ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციის შენობებში შეჭრილი ადამიანები და ამისგან მიუხედავად ჩვენი ნაციონალური მოძრაობა კიევის აქციებს აძლევს შეფასებას როგორც შვიდობიანი მომიტინგეების. თქვენი შეფასება როგორია კიევის აქციების? აშკარად არის დარღვევა ორივე მხრიდან. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. და ეს ჩემი შეფასება კი არ არის მარტო. ვისაც თვალები აქვს გახელილი და არა გონება და თვალი დაბინდული, ამას ძალიან ათვად ხედავს და სხვათა შორის ამაზე ლაპარაკობენ კიევის ოპოზიციის ლიდერები. ბატონი იაცენიუკი, ბატონი კლიჩკო და ყველანაირად ცდილობენ რომ აღკვეთონ მსგავსი ფაქტები. ამაზე ლაპარაკობს ევროკავშირიც და მოუწოდებს ოპოზიციასაც რომ მსგავსი ექსტრემისტული ნაბიჯები აღკვეთილი იქნას. თბილისში იყო რამე მაგდაგვარი? საინტერესოა, ვინაიდან თქვენ თვითონ გაავლეთ პარალელი იმ მიტინგსსა და ჩვენი მიტინგში კონკრეტულ მოვლენას უკავშირდებოდა თქვენი პროტესტი. ჩვენი პროტესტი არ დაწყებულა 2011 წელს. პერმანენტულად მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა. მე მგონი გახსოვთ, ჩვენი პროტესტი დაიწყო 2008 წლიდან. 2009 წელს იყო მასშტაბური აქციები თბილისში, 2010 წელს სამწუხაროდ ამ აქციებმა შედეგი ვერ მოიტანა და ბუნებრივია რომ აქციების ორგანიზატორები აგრძელებდნენ ბრძოლას იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანას დააკარგინა ქვეყნის ტერიტორიების 20%. რა გასაკვირია? ანუ განგრძობადი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ კონკრეტულ ხდომილებასთან არის. არა, უკაცრავად, თქვენ თუ თვლით, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, ადამიანების ციხეში დაღუპვა მუდმივად, პერმანენტულად, ყოველდღიურად, ადამიანების წამების ფაქტები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა, მოსმენა, ხალხის დატერორება, დაშანტაჟება, ეს არაფერი არ არის. კონკრეტულ ხდომილებასთან ხო არის მომენტი? ძალიან კონკრეტული ცდომილებებია, რაც მე თქვენ ჩამოგითვალეთ. ძალიან ცდომილებები კი არა, ეს არის დანაშაულები, რომელსაც ხელისუფლებას ჩადიოდა, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ვიბრძოდით, სხვათა შორის სხვები იბრძოდნენ კიდევ უფრო ადრე. ანუ იყვნენ ადამიანები, ვინც ჩემზე ადრე დაინახა ამ ხელისუფლების რეალური სახე და იბრძოდნენ 2007-ში, იბრძოდნენ 2006-ში. კარგი, კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უნდა აღინიშნოს, ანუ უკრაინის მთელი ოპოზიციური სპექტრი ამ შემთხვევაში მაიდანზე იყო გამოსული და 26 მაისის და მაისის აქციებში 2011 წელს თქვენთან ერთად რომელი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში? იცით რა შეასაქმეო? სახალხო კრების დამფუძნებელთა შორის იყო ეროვნული ფორუმი. დაკტოვათ მე? არა, უბრალოდ დროებით შეაჩერეს თავიანთი აქტიურობა, მაგრამ ეროვნული ფორუმი არ წასულა არსად სახალხო კრებიდან და გახსოვთ კიდეც ალბათ აცხადებდნენ, რომ თუ დარბევა იქნება, ჩვენ იქ ვიქნებით და რატო არ მოვიდნენ, ეს მათ უნდა გითხოთ. იქ იყო ქალბატონი ეკა ბესელია, ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ზვია ძიძიგური, ასევე აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო, ბატონი კახაკუკავა. ბატონი კახაკუკავა მიტინგზეც იყო, სხვა რამდენიმე პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ფიგურასთან ერთად. ვინ რატომ არ მოვიდა? ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ რაოდენობრივად შევადარებთ 30,000 ადამიანი საქართველოში, რომელიც გამოვიდა 21 მაისს 3 მილიონიანი საქართველოში და უფრო ნაკლებში სამწუხაროდ, იმიტომ რომ თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ დღეს საქართველოში 3 მილიონი კაცი არ ცხოვრობს. 50 მილიონიან უკრაინასთან შედარებით, პროცენტულად თუ გადაიყვანთ, დაახლოებით იმაზე მეტი ციფრია, ვიდრე შეიძლება მაიდანზე იყოს დღეს.
ასევე შემიძლია იგივე გითხრათ, მე გულში მკითხულობდი, რა თქმა უნდა, მე ძალიან ვადევნებ თვალყურს უკრაინის მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობ უკრაინელ ხალხს და ნამდვილად მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და წარმატებული და იმედია ასეც იქნება. მე წავიკითხე რომ გუშინ 5-დან 10,000 კაცამდე იყო თუ გუშინ წინ მაიდანზე. 50 მილიონიან უკრაინაში. ანგარიში ვფიქრობ, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, სამი რამ სხვა ფორმატით ხომ არ ოპონირებდა ხელისუფლებასთან მაშინ. კი. რა ფორმატით? მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოდ 6-იანის ფორმატში. რომელმაც ვერაფერს ვერ მიაღწია და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ქალბატონო მოსამართლე 6-იანი, რასაც ითხოვდა. ეს ახლა სხვა თემაა ნამდვილად და პოლიტიკურ დებატებს არ ვაპირებ, მაგრამ ყველა ის საკითხი, რომელსაც 6-იანი თხოვდა ხელისუფლებას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ 6-яნის ყველა პოლიტიკური პარტია დღეს ხელისუფლებაშია, კვლავ გადაუწყვეტელია. ეს ხო არ გიჩვენთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც არაჯანსაღი პროცესი იყო ყოველ შემთხვევაში. შესაძლებელია. შემდეგი საკითხი, რომელიც მაინტერესებს, აღნიშნეთ, რომ რა იყო ნაშენელი გაუკვირდა გარიგება თუ რა? რაზმებს ჰქონდათ თავიანთი წესდება და ამ წესდების მიხედვით მოქმედებდნენ. რაიმე არაფორმალური მითითებები ხომ არ მიუწია შეფიცულთა რაზმებისთვის მათ ხელმძღვანელს გენერალ დიაუჩავას. მე ვერ გეტყვით, მე ამის თაობაზე ინფორმირებული არ ვიყავი და არ მგონია რომ ასეთი არაფორმალური მითითებები ყოფილიყო. რამე თათბირების შესახებ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? რა თქმა უნდა, ხო თქო როგორ წარმოგიდგენიათ რომ რაიმე ღონისძიება ტარდებოდეს, თუნდაც საზეიმო აღლუმი და თათბირი არ ტარდებოდეს. ხო და ამ თათბირებზე რას ეუბნებოდა გენერალი უჩავა, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? არაფერს უკანონოს მე რამდენადაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში არც თქვენ და არც ჩინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ რაიმე უკანონო ბრძანება იყო გაცემული, არ წარმოუდგენია და რაც ყველაზე მთავარია, კიდეც თუ იყო უკანონო ბრძანება, უკანონო ნაბიჯი არ დაფიქსირებულა არც ერთი. გასაგებია. თქვენ თავარი მითითებები გაიცემოდა სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან და ყველა ეს მითითება იყო სრულ შესაბამისობაში კანონთან, კონსტიტუციასთან და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან. გასაგებია. თქვენ აღნიშნეთ, რომ აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. დიახ. რა დანიშნულებით, რა მიზნით ურიგებდით აქციის მონაწილეებს პლასტმასის ხელკეტებსა და ხის ფარებს? ეს არ იყო ხელკეტები. დიახ. პირველი სურათები შეგიძლიათ ნახოთ აქციების, კარგად აქვთ ამობეჭდილი და ალბათ ის სურათებიც გექნებათ, ეს არის დროშები. რაც შეეხება ფარებს, ეს არ არის ფარი, ეს არის ასევე ტრანსპარანტები, რომელსაც ეწერა მიშა წადი. ან წადი მშვიდობიანი. აი ეს წინა მხრიდან აჩვენეთ. წინა მხრიდან. მანქანებსაც რიგდება. ეს ამ ტარებს დროშა უკეთია. ბრალდების მხარეს ეჩვენა. ერთი წამით ბრალდების მხარეს ეჩვენა. კიდეც თუ არ უკეთია დროშა. დიახ. ჯოხი არასოდეს იარაღად არსად არ ჩას. ეს არის უკანა მხარე. დიახ. წინა მხარე ეჩვენეთ. წინა მხარეზე არის ტრანსპარანტები. ნებისმიერი ტრანსპარანტი უკანა მხრიდან გამოიყურება ასე. ასევე ამ დროშებსაც შესაბამისად ამ ტარებსაც ჰქონდა თავისი დროშები. აი ამ ისე პატივცემულო ადვოკატო, თუ გავითვალისწინებთ 2007 წლის აქციის გამოცდილებას და 2009 წლის აქციის გამოცდილებას, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს პოლიცია შავი მანქანებით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული იტაცებდა, ცემდა და ქუჩაში ყრიდა, ან უარეს შემთხვევაში სასაფლაოებზე და ტყეში ყრიდა. ეს თქვენ როდის გაიგეთ? თუ გავითვალისწინებთ, როცა 2009 წლის აქციებზე ვიდექი, სადაც ვიდექი. 2007 წლის აქციებზე გვიან სამწუხაროდ. გვიან გაიგეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც მოხდა ფურცელაძის ქუჩაზე, როდესაც მასიურად თავს დაგვესხა სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები და მერე როცა საავადმყოფოში აღმოჩნდნენ დაზიანებულნი, მერე განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ თურმე ეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ხალხი პოლიციელები იყვნენ, თუ ამას გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო მეტი უნდა თავდაცვის მექანიზმები შეგვამუშავებია.
კარგით, ანუ სასამართლოს რომ მოახსენოთ, ეს დროშის ტარები, დროშის გარეშე თავდაცვის მექანიზმი იყო თუ მაინც დროშის ტარები იყო? იცით რა, ეს მიკროფონიც ახლა თუ ძალიან დამჭირდება, შეიძლება თავდაცვის მექანიზმად გამოვიყენოთ, თუ ცუდად მოიქცევით. შეიძლება ასე ვთქვათ. არა, არავითარ შემთხვევაში პატივცემულო მოსამართლე ეს არ ჩათვალოთ არა. უბრალოდ ესე ვთქვათ. გასაგები. შევეცდებით ცივილიზებულად დავიცვა თავი. უფრო ესე ვთქვათ დელიკატურად. აი ამ ფოტოზე თუ შეიძლება მე დამჭირდება რა მოწმის დაკისრის დროს საქმეში არსებული მასალების ჩვენება. ამ ფოტოზე ეს დროშის ტარებია თუ მე არ ვიცი ეს რა ფოტოა, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, მე არ ვიცი ამ ფოტოზე ვინ არის გამოსახული კონკრეტულად, როდის არის გადაღებული ეს ფოტოები, ესე რომ შეიძლება ზოგი ფოტო იყოს ნამდვილად ამსახველი იმ რეალობის, რომელიც მიკროფონმა მე მგონი უარი განაცხადა მუშაობაზე. როდის არის გადაღებული, ვინ არის გამოსახული, ამიტომ ზოგიერთი ფოტო შეიძლება იყოს ნამდვილად და ასახავდეს ვერ გეტყვით, ხამი აქ ვერავის ვერ ვცნობ, იმიტომ რომ ზურგის დგას ეს ხალხი. ხო მართალია. კარგი, მაშინ წარმოგიდგენთ. მაგრამ შეიძლება იყოს ჩვენი მომხრეები და შეიძლება უკვე ეს არის ის პერიოდი, როდესაც ამ დროშებზე ტარები არ არის. კარგი, მაშინ წარმოგიდგენთ თქვენი მეუღლის ფოტოს, რომელშიც იგი ბეისბოლის ხელკეტით არის აღჭურვილი. შეიძლება წარუდგინოთ, შეიძლება. თქვენ მეხსიერება გალატოთ პატივცემულო ადვოკატო, ეგ არის 2009 წლის ფოტო. ერთი წამი. სხვათა შორის ჩემი მეუღლის პროცესიც ამ დარბაზში მიმდინარეობდა. ოღონდ ისე ძალიან საინტერესოა, ალბათ მასაც დაკითხავენ როგორც ორგანიზატორს, რომელიც ბრალდებაში იცით რა უწერია? არ ვიცი. რომ მოლოტოვის კოქტეილების კვერცხში დამზადებას თავაზობდა თურმე. ეს ნოუ-ჰაუა, რომელიც შეიძლება ჩვენ უკრაინელ მეგობრებს და ბერძნებსაც მივაწოდოთ, ბერძნებს უყვართ ხოლმე მოლოტოვის კოქტეილების გაკეთება. მე უბრალოდ არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ვერ დავადგინე მოლოტოვის კოქტეილი კვერცხში როგორ უნდა მომზადებული იყო, ოღონდ ეს ბრალდებაში სრული სერიოზულობით პატივცემულო მოსამართლემ უწერია, ისევე როგორც ბრალდებაში წერია, რომ მოლოტოვის კოქტეილის ბოთლები უპოვიათ თურმე. ოღონდ ისეთ პლასტმასის ბოთლებში, ქალბატონო მოსამართლე, როგორიც ახლა თქვენთან დგას და მე მოვიკითხე და პლასტმასის ბოთლებში მოლოტოვის კოქტეილის გაკეთებას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ შუშის უნდა იყოს. თუ გინდა რომ ისვრი რომ შესაბამისი, ესე ვთქვათ, ეფექტი ქონდეს. ასე რომ ხალხო, ამ ბოთლებზე საუბრობთ? ასეთი უცოდინარები იყვნენ, ესე ვთქვათ, ვინც ამას ამზადებდა. მე ვსაუბრობ იმ ბოთლებზე, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ დაყარეს სპეცრაზმელებმა და იმ ბოთლებზე, რომელიც შეიტანეს სახალხო კრების ოფისის შენობაში. ოღონდ სანამ ოფისის შენობას ათვალიერებდნენ, მანამ ეს ბოთლები ვერავინ ვერ იპოვა და ვერც ნივთკიცებად ვერავინ ვერსად ვერ წარმოადგინა. გასაგებია. და რაც მთავარია, ეს არ ყოფილა არც ერთხელ არსად გამოყენებული. ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ამ სურათს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს არის 2009 წლის სურათი. ასე რომ შეგიძლიათ არქივში, აი, როდესაც 2009 წლის რაც უნდა და ეგ ისე ბარემ გიკითხეთ. თქვენ ხომ არ აქვს ინფორმაცია? 2009 წელსაც აქციები იყო როგორც ჩანს დაჭირდა. ანუ აქციებზე რა უნდა დაჭირდეს ბეისბოლის ხელკეტი? შეიძლება დაგჭირდეს კი. როდესაც ყავს ისეთი პოლიცია, რომელიც ყავს, შეიძლება დაგჭირდეს თავდასაცავად. ვინმეს თავს დაესხნენ? მაგაზეც ვისაუბრეთ აუცილებლად. აი ამ კადრების შესახებ ხარკო არა ინფორმირებული. აი მოქალაქეებზე თავდასხმა, რამდენიმე კადრია და ეს არ არის მოქალაქეებზე თავდასხმა, ეს არის ის ინციდენტი, რომელიც მე თქვენ მოგიყევით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი ზონდერები არა ვჩქარობ, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული. თავისი ესე ვთქვათ ზონდერები და მანქანაზე თავდასხმას არა მარტო, არა ბატონო. მანქანის გარდა იყო აი ის ინციდენტი, რომელიც მე თქვენ მოგიყევით, რომელიც ლუკა კურტანიძის პოლიციაში მისვლით დასრულდა და რომელზეც პოლიციის რეაგირება იყო ნული. ანუ ვინაც ბავშვს ურტყამენ აქ რა ზონდერებზე და პოლიციაზე ლაპარაკობთ. ზონდერები თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ, ძალიან მაინტერესებს. მე მანათაც ვიცი საქმე არ აღძრულა, აღიძრა? ამ კონკრეტულ ინციდენტზე? არა, უკაცრავ. არა, მე რო დავაზუსტო თქვენ რას მეკითხებით, მე უნდა ვიცოდე. მე რამდენადაც ვიცი. არც ერთი საჩივარი მოქალაქის, არც ერთი საჩივარი მოქალაქის ამ პერიოდის განმავლობაში არ შემოსულა, რომ მომიტინგეებმა სცემეს არც ერთი საქმე არ აღძრულა. თუ არ აღძრულა საქმე, ხალხო მოსამართლე.
ესე იგი დანაშაული არ დადასტურებულა, აქ შეიძლება თქვენი პოლიციის დარწმუნებით ამბობთ რომ ზონდერია და გამორიცხავთ რომ თქვენი აქციის რომელიმე მონაწილეს რაღაც ოეძახით მართლაც გამოგეძიებიათ ბატონო, 1 წელი იყავით ხელისუფლებაში, კონკრეტული ფოტო ჩანს ადამიანის, გამოგეძიები უცებ ერთმა თანამოაზრემ თუ გადაწყვიტა და გაგიჟდა რომ მეორე თანამოაზრისთვის ცემა დაეწყო, ჩვენ მას აუცილებლად გავიგებდით. თუ ეს ძიება არამედ დაკავება შედგა სამართალდამცავების მათმა ნაწილმა მოიხადა ამბოთლებზე საუბრობთ თუ არა თუ შეიძლება ეს სურათი რომ არა მე ვერ გეტყვით მე არც ერთი ბოთლი არ მინახავს მე მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ეხლა და მოლოტოვის კოქტეილების შეკვეთა რომ მიეცათ რა გასაკვირი იქნებოდა მე ვიცი ერთი რამ რომ ჩვენთან მოლოტოვის კოქტეილი მაგოთ არ დამზადებულა მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ეს არის ფაქტი გნებავთ თუ არ გნებავთ მოგიწევთ ამის აღიარება იმიტომ რომ არსებობს ვიდეო მასალები ფოტო მასალები უამრავი თვითმხილველი და არც ერთი ფაქტი მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების არ დაფიქსირებულა ეს არის თავი მაშინ ერთი სურათი უნდა წარმოგიდგინოთ სადაც მომიტინგე ფოტოს ისვრის კინოთეატრთან ვაცავთ ერთი კი ის გვაქვს რა ეს უცით არ გასწავლია ხო და აი პროტესტი ანუ ჩვენ როგორც დაცვის ხარის შეკითხვიდან ჩვენ მივხვდით საუბარია მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე და ანუ ცეცხლმოკიდებულს გულისხმობთ ამ სურათზე არა ცეცხლმოკიდებულს არ გულისხმობ უბრალოდ ბოთლს გულისხმობთ პლასმასის ბოთლს გულისხმობ რომელშიც პლასმასის არ არის არა უკაცრავად რითი მიდასტურებთ ძალიან მაინტერესებს რომ ამ ბოთლში მოლოტოვის კოქტეილია ვიცით როგორ არის არა არ ვიცი მაინტერესებს ვიცით გიდასტურებთ რა თქმა უნდა უკაცრავად დავასრულებთ რა ჩვენ პროტესტი ჩვენი ანუ შუამდგომლობა გვაქვს რომ შეკითხვა კონკრეტულად იყოს ფორმულირებული ჩვენ საუბარი გვაქვს შეკითხვაში ცეცხლმოკიდებულ მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე თუ საუბარი გვაქვს მაგალითად აი პლასმასის ბოთლის სროლაზე ბატონო მოსამართლე თქვენს რო გიდგას კი ჩვენ საუბარი გვაქვს აალებადი ნივთიერებით სავსე მინის ბოთლის სროლაზე რომელსაც ძლიერი წვიმის გამო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ცეცხლი არ მოეკიდა ბატონო მოსამართლე ძალიან მე მესმის რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ახლა ბრალდების თუ დაცვის მხარე უფრო სწორად ამ შემთხვევაში ჩემი ბრალდების იმიტომ რომ მე მდებენ ბრალს მაგრამ ისე ვთქვათ ბრალდებულის დაცვის ეს გამოვაქვეყნოთ ძალიან სასაცილოა მინდა გითხრათ იმიტომ რომ ვერავინ ვერ დაადასტურებს დედამიწის ზურგზე იმას რომ ამ ბოთლში მაინცა და მაინც მოლოტოვის კოქტეილი ასხია და არა წყალი და ამ ბოთლებში რომელიც წარმოგიდგინეთ ვერც მაგაში ვერავინ ვერ დაადასტურებს რა ასხია გასაკეთებია ბატონო მაშინ თქვენ გაქვთ არა ინფორმაცია რომ შეფიცულებს ჭირდებოდათ ადამიანები რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ისრობდნენ საჭიროების შემთხვევაში არა და ეს არ შეესაბამება სინამდვილეს ეს შეიძლება იყოს ვინმე პროვოკატორის მიერ ნათქვამი და მე ერთი რამით შემიძლია გითხრათ ქალბატონო მოსამართლე ვის რომ არანაირი მოლოტოვის კოქტეილები არ ყოფილა ამას ადასტურებს ისიც რომ არც ერთი ადამიანი კონკრეტულად არ გასამართლებულა მიუხედავად იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო 26 მაისიდან 1 წლის და მეტის განმავლობაში არც ერთი ადამიანი არ გასამართლებულა მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ან მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ფაქტზე არც ერთი ადამიანი მე ვფიქრობ ფაქტები თავისთავად მეტყველებენ თავის განსაკუთრებით რა პასუხისგებაში მიეცა თუ არა უჩავა კი რა ბრალდებთ ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ დეტალურად ნამდვილად არ გამიგიქრავს არ აქვს მაგას მნიშვნელობა იმიტომ რომ ბატონი უჩავა ბრალდებაში მიეცა იმ ჩვენებების საფუძველზე რომელიც მას გამოსძალეს ამაზე თავად ლაპარაკობდა ორმა ადვოკატმა უარი განაცხადა მის დაცვაზე სწორედ იმის გამო რომ ბატონი უჩავა იმყოფებოდა ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ უჩავას დაკავებისთანავე ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე რომ უჩავაზე მიმდინარეობდა ზეწოლა მან მოასწრო ამის შემოთვლა რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მიიღოთ ჩვენება ჩემი მეუღლის წინააღმდეგ და ციხიდან გამოსვლის შემდეგ უჩავამ უარყო ყველა ის ჩვენება რომელიც მან მისცა ალბათ ობიექტური გამოძიება ქალბატონო მოსამართლე დაადგენს
ჭეშმარიტებას, რა იყო მართალი და რა იყო არასწორი, იქედან რაც უჩავამ თქვა. რაც შეეხება ციხეში მიღებულ ჩვენებებს, იმ ფონზე, რაც ჩვენ ნახეთ, რა ხდებოდა ციხეში. იმ ფონზე, რაც მე ვიცი, რას უშვებოდნენ ჩემს მძღოლს, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ. გამოეგლიჯათ მისგან იმის თქმა. ჯერ ითხოვდნენ ქალბატონო მოსამართლეებს, რომ მძღოლებს ეთქვათ, რომ ჩემი შვილი იჯდა საჭესთან. რომ მისთვის დაებრალებინათ ის უბედურება, რაც მოხდა. როცა ეს ვერ ათქმევინეს, მერე დააინვალიდეს ხალხი. ისეთ ცემეს და 50 წლის ასაკში მძღოლი, რომელიც ჩემ მანქანაზე იჯდა. გამოვიდა, არც ერთი კბილი არ ქონდა. და დღესაც კურნალობს ის ადამიანი. ცემდნენ, რომ მას ეთქვა, რომ ბურჯანაძემ უთხრა, რომ გადაუარე პოლიციელს. იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ, რომ მე არ ვიჯექი იმ მანქანაში, რომელსაც ისინი პოლიციელის პროლობას აბრალებდნენ. როცა აღმოაჩინეს, რომ მე არ ვიჯექი იმ მანქანაში, მე სხვა მძღოლს დაუწყეს ცემა. ხოლო როდესაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტულად სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ესკორტი არ დაჯახებია პოლიციელს. შემდეგ უკვე ქალბატონო მოსამართლეებს შედიან სხვა მძღოლთან, რომელიც ესკორტის გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ტოვებს მოედანს. ეს კადრებზეც ჩანს. და ღამის პირველ საათზე პროკურორები არ ვიცი რა ძალის გამოყენებით აწერინებენ მას ხელს ახალგაზრდა ბიჭს, რომ მან გაიტანა პოლიციელი. ოღონდ დადასტურდა, რომ ის კადრები, რომელსაც აჩვენებდნენ მთელ საქართველოს, რომ ესკორტმა გაიტანა პოლიციელი თავისუფლების მოედანზე, არაფერ კავშირში არ არის პოლიციელის მკვლელობასთან. იმიტომ რომ იმავე სასამართლოს თქვენივე გამოძიების მიერ გამოძიებული და შემდეგ სასამართლო განაჩენით გამტყუნებული მძღოლის მიერ ეგრეთ წოდებული მომხდარი ავარია უკვე სხვა ადგილზე არის დაფიქსირებული. ანუ თქვენივე გამოძიება ეწინააღმდეგება თავის თავს. საერთოდ სხვა კითხვა დაგიშვით ხალხს. არა, მე არ მაინტერესებს რა კითხვა დამისვით. მოვიდა ეს პასუხი და გპასუხობთ, რომ მე ვხედავ აქ ადამიანებს, რომლებისთვისაც ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ მაპატიეთ პატივცემულო მოსამართლე, ვინაიდან აქ დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრია, მე მინდა ამ ქალბატონმა იცოდეს ის კითხვები, რაც არსებობს. მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მას და კიდევ ერთხელ ვაცხადებ მზაობას. მზადა ვარ. ყველა კითხვა გავიაროთ ერთად, ყველა კითხვის ნიშანი რაც არსებობს და მართლა დავადგინოთ რა მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პრინციპული და მე გარწმუნებთ, რომ შეიძლება ისეთი შოკის მომგვრელი ფაქტები გამოჩნდეს 26 მაისთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ გაგვაოცებს იმ ადამიანებს, ვისაც ყველას ალბათ გონია, რომ არასოდეს აღარაფერი აღარ გაგვიგვირდება. გმადლობთ. კარგით, ქალბატონ ნინო, თქვენი დავალებით გაიბა თუ არა ლითონის ბაგირი, ტროსი რუსთაველის გამზირზე და თქვა პოლიტიკური ლიდერები ასეთ ბრძანებებს არ იძლევიან, ალბათ ეს უნდა იცოდეთ. განსხვავებით იმ ლიდერებისაგან, რომლებიც ორი გვამის მოტანის ბრძანებას იძლევიან. ალბათ ტექნიკურად გადაწყვიტეს იმ ადამიანებმა, ვინც ხედავდნენ, რომ მუდმივი პროვოკაციების საფრთხის ქვეშ ვიყავით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ეს მოგახსენეთ. უბრალოდ შემოისაზღვრა ტერიტორია, რომ იქ მდგარიყვნენ ადამიანები, არ შემოსულიყვნენ ჩვენ ტერიტორიაზე პროვოკატორები და ჩვენ გვეკონტროლებია ის ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ვიყავით, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ტიპის ინციდენტები, რა ინციდენტიც მოხდა. არავით არის კავშირი. მე ვიცი თქვენ რასაც აპირებთ, ესე ვთქვათ, საითკენაც აპირებს ყოველ შემთხვევაში წაყვანას დაცვის მხარე, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა ბაგირებმა თითქოს ხელი შეუშალა ხალხს გასვლაში, ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მობილური ბაგირი, რომელსაც აი გაჩერებებზეც არის ხოლმე, სადაც მანქანებს აჩერებენ, ჩამოწევ და უბრალოდ გაწევ, იქ იყო მიბმული, ესე ვთქვათ, ლენტები, რომ ადამიანებს ეს ღამეშიც დაენახათ, ესე რომ არავით არ კავშირში ეს. და ამ ბაგირით ლითონის კონსტრუქციები ხო არისო ერთმანეთზე გადაღებული? არისო? არა, ვერ გეტყვით, ახლა მე არ მიგახავს. შეიძლება ეს ფოტო. ქალბატონ ნინო. მოსამართლეს ვაჩვენოთ. ეს ადვილად რო გაივიდა ქალბატონო მოსამართლე ადამიანის კონსტრუქციები. ადვილად რომ რა?
ზოგიერთმა მოწმემა განაცხადა, რომ ადვილად გაივლიდაო. კი, რა თქმა უნდა, გაივლიდა სპეცრაზმი რომ არ ყოფილიყო ჩასაფრებული და გადაკეტილი რომ არ ყოფილიყო გზა, ძალიან მარტივად კი ესეც არ არის პრობლემა. როგორ გაივლიდნენ მაგ კონსტრუქციებში, ანუ ჩაიკუზებოდნენ და თუ გადაახტებოდნენ, თუ როგორ? ვერ გეტყვით. აი, გაწევად შეიძლებოდა ამისი ზარ. მე არ მინახავს ეს სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი ეს კონსტრუქცია სად იყო, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ერთი გასასვლელი რომ დაგეტოვებინათ, ჩვენ იმ გასასვლელში გავიყვანდით ხალხს. რასაც ჩვენ ვთხოვდით სხვათა შორის. მერიასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და პატრიარქმა თქვა პირადად როგორც მოგახსენებთ. გზა რომ ყოფილიყო დატოვებული, ჩვენ ეს გვეცოდინებოდა, ხალხი გზას იპოვიდა თავად. ვერანაირად ვერ აიცილებთ თავიდან იმ პასუხისმგებლობას, თქვენ კი არა, თქვენი დასაცავი პირი. რომ ოპერაცია დაგეგმილი იყო იმ დაგვარად, მით უფრო თუ ჩვენ ასეთი ცუდები ვიყავით. და აი ესე ცუდად მოვიქეცით. სახელმწიფო ხომ ვალდებულია თავის მოქალაქეზე იზრუნოს. დავუშვათ რომ ოპოზიცია ესეთი ცუდი იყო რომ საკუთარ ხალხზე არ ზრუნავდა და საკუთარ ხალხს წირავდა. სახელმწიფო სახელმწიფო ხომ ვალდებული იყო მით უფრო ფრთხილად დაეგეგმა ოპერაცია. აი სპეცრაზმი გასაკეთებს მას სულაც. სპეცრაზმი ესვრის ხალხს. ხედავთ ხო? აი თქვენ თუ ვერ ხედავთ? ხედავთ ერთ-ერთ მარცხენა მდგომის სპეცრაზმელს უჭირავს ეს თოფი და მარჯვნივ მდგომის სპეცრაზმელი ჭრის ტროს. თქვენ რა გნებავთ ახლა ოპერაციის ყველა დეტალი? არა, აი ეს ტროსის გადაჭრა თქვენ ძანეთ რომ არ უზრუნიათო და ასე შემდეგ. გადაიჭრა. ტროსის გადაჭრის თავის დროზე გადაეჭრა, გაენთავისუფლებია გზა და ხალხისთვის ეთქვა რომ ხალხნო წადით. თორემ დაგარბებთ. უბრალოდ აი ეს კონსტრუქციები რო ყოფილიყო თქვენი მანქანა გაივლიდა ამ ტერიტორიაზე? შეიძლება ვერ გაევლო, შეიძლება გაევლო, ვერ გეტყვით. მე ხა ტექნიკურ დეტალებში ნამდვილად არ ვაპირებ შესვლას. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. რაც არ უნდა შეეცადოთ. კიდევ ერთხელ. და კიდევ 100 ჯერ გავიმეორებ. ოპერაცია იყო დაგეგმილი დანაშაულებრივად და დაგეგმილი იყო იმ დაგვარად, რომ გამორიცხული იყო ასეთი ბრუტალური ძალის გამოყენების შემთხვევაში არ ყოფილიყო მსხვერპლი. უფრო მეცაც გეტყვით. არანაირი აუცილებლობა ამ მიტინგის დაშლის იმ ღამეს. ისევე როგორც არანაირი აუცილებლობა 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დაშლის არ არსებობდა. არანაირ საფრთხეს ჩვენი მიტინგი არ უქმნიდა სახელმწიფოს სუვერენიტეტს და სახელმწიფოს წყობას. იცნობთ თუ არა ამ მიტინგთან დაკავშირებით, ანუ მისი დაშლა არ დაშლის მიზანშეწონილობასთან მიმართებაში ამერიკის ელჩის ან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებებს, რომელიც გაკეთდა სწორედ აი 25 მაისის მიწურულს. ვიცნობ და არ ვეთანხმები. და არ ეთანხმები. არა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებები შემდგომში შეიცვალა, მე რამდენადაც ვიცი. აუცილებლად დაშლა უნდა მართლობა თუ არა? აუცილებლად უნდა დავეთანხმო ამერიკის ელჩის, მაშინდელი ელჩის. არა, როგორ გეკადრებათ? უბრალოდ იცნობთ თუ არა და მაგრამ არ ეთანხმები. არ ვეთანხმები. გასაგებია. თქვენი აზრით, სპეცრაზმმა ეს ტროსი რატო გადაჭრა? მე ვიმარჩიელო? არა, თუ აქვს ამასთან დაკავშირებული არა, არ ვთვლი რომ ხა მაგაზე უნდა ვიფიქრო. კი ბატონო. თქვენ როდესაც მანქანაში ჩაჯექით და სხვა პირები ჩასდნენ ამ მანქანაში და მეორე მანქანაში. ამ დროს მომიტინგეები ხომ არ შეახტნენ მანქანას თეთრი ხელჯოხებით. როდესაც აი მანქანიდან ეს არ ჩანდა. მანქანიდან ეს არ ჩანდა. მე ვიცი რომ ჩემს ხარეს იყო ჩემი დაცვის ორი თანამშრომელი საფეხურზე. დიახ. ეს უბრალოდ შემდეგში და კიდევ უფრო დავაზუსტე, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი მე ხლამისის ვცდილობდით რომ არ გადავარდნილიყვნენ, მაგრამ ვერ გეტყვით, შეიძლება კიდეც იყვნენ. პოლიციელები ხომ არ ვცდილობდნენ მათ დაკავებას? როდესაც თქვენი უკაცრავად მანქანაში რომ ჩაჯდები, მე გარეთ რა ხდება ძალიან კარგად ჩანს სიბნელეში? ვიცით როგორ არის, თუ ძალიან ახლოს არის ადამიანი ფანჯარასთან, შეიძლება ხედავდით ვითარებას. თან ხმაურიც შეიძლება და გესმოდა. რა თქმა უნდა, ხმაური მესმოდა. და ხო არ ვცდილობდნენ პოლიციელები ამათ გადმოყვანას და დაკავებას? მე ვიცი ერთი ფაქტი, როგორც ვცდილობდა პოლიციელი შალვა უგბაიძის მეუღლის გადმოგდებას მანქანიდან, როდესაც ის მანქანაში იჯდა და ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას, რომლის შედეგადაც ქალბატონმა პოლიციელის თუ სპეცრაზმელის წყალობით ტვინი შერყევა მიიღო მანქანაში მჯდომმა. ეს ვიცი. მანქანიდან ცდილობდა ქალბატონმა მოსამართლემ მის გადმოთრევას ძალიან უშვერი შეძახილებით და ქალბატონი შემდეგ ტვინი შერყევით და შალვა უგბაიძემ თქვა რომ ხელკეტი ჩაარტყესო თავში. შალვა უგბაიძეს და მის შვილს კი? არა, ცოლსაც.
შეიძლება ხელკეთით ჩაარტყა, ხა ვერ გეტყვით, მაგრამ ქალბატონი მანქანაში იჯდა. შეშლებათ მე მგონი. კარგით, არა, მე შეიძლება ობგაიძეს ეშლება, მე ნამდვილად არა. თქვენ როდესაც მანქანით მიემართებოდით თავისუფლების მოედნისკენ. ამ დროს თქვენი მხედველობა ანუ საქარენინით ხედავდით ადგილ მდებარე ტერიტორიას თუ თქვა გვერდით ამინებიდან ადევნებდით თვალყურს. ვერ გეტყვით, ეს წამებში ხდებოდა, მე ვიცი ერთი რამ, რომ არანაირი შეჯახება არ ყოფილა, ეს შემიძლია აბსოლუტურად დაზუსტებით გითხრათ, არა მარტო ჩემი განცდა, არამედ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩვენ ხელთ აგვაქვს. და სხვათა შორის მე მგონი თქვენც უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ეს ოფიციალური დოკუმენტია და ჩვენ გაზეთშიც გამოვაქვთ. არა, ჩვენ ამ შემთხვევაში შეჯახება არ შეჯახებაზე ავლაპარაკობთ, ანუ თქვენი მხედველობის არეალში რა ტერიტორია ხდებოდა, რომელი ნუ ვერ გეტყვით, ხა ესე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ და როგორც ხდება ალბათ საერთოდ ისე, დაახლოებით. ანუ თავშეყრილი იჯექით მანქანაში თუ იყურებოდით ადევნებდით თვალყურს ტერიტორიას. ბუნებრივია, ვცდილობდი რომ იმედევნებია თვალყური. კარგი. თქვენ საუბრობთ სასამართლოს. არა, მე უბრალოდ შეიძლება ვერ ვხედავ, მე შეიძლება ვარ სუბიექტო და ალბათ ვარ, მაგრამ უბრალოდ ქალბატონ მოსამართლე, თუ ამ ფოტოში შეიძლება გააჩანდეს სად არის ჩემი მანქანა, საიდან არის ფოტო გადაღებული და სად მიემართება? ეს არის ვიდეო მასალიდან ამოღებული ფოტო. ცოტა უფრო მაშინ უკეთესი ხარისხის ფოტოები წარმოგვიდგინეთ, სადაც ან მანქანა გამოჩნდება, ან ხალხი გამოჩნდება. მანქანას ვერ ხედავ? ან მანქანის ტრაექტორია გამოჩნდება, რაზე მელაპარაკებთ? მარჯვენა მხარეს მანქანას ვერ ხედავ? რომელიც პოლიციელებში გადის პირდაპირ. როცა აქეთ მარცხნივ არის ტერიტორია თავისუფალი. მარცხნივ რომელი ტერიტორია? აი რაც შემოხაზულია, დიახ. უკაცრავად პროტესტი შუამდგომლობა გვაქვს. ერთი ქალბატონი შუამდგომლობა. ქალბატონი შუამდგომლობა გვაქვს. მიღებული. ხო. თეატრი არა კინო. კინო ხო. კი ბატონო. კარგით, შემდეგი საკითხი. როდესაც პოლიციელებში ეს ამ მანქანამ გაიარა. მანქანაზე შემომხდარი მომიტინგეების დაკავება პოლიციამ შეძლო, ანუ მათი ჩამოყალიბება. აი, შუამდგომლობა გვაქვს. აი შეკითხვა დაისვა და ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა. რა პასუხი გასცა? დავიბენი. ვერ გეტყვით მეთქი არ ბატონოთ არ გასცა პასუხი რომ არ დამინახავს მანქანიდან რა ხდებოდა და არ მიმიქცევია ყურადღებაო და რამდენჯერ უნდა დასწრაფოს. არა, კი ბატონო, კიდევ გამეორებ რომ ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ცდილობა იმისა რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გასულიყო მოედნიდან პოლიციელებს ჰქონდათ, კიდევ გაგიმეორებთ, რადგან არ გახსოვთ რომ იქამდე მანქანაში მყოფი ქალბატონის გადმოთრევას კი უნდათ მანქანიდან რომ დაუსჯელი არავინ წასულიყო. თქვენ მიტინგის მიმდინარეობის დროს, აი უკვე როდესაც მერის თანამშრომლები მოვიდნენ და იცოდით რომ პოლიცია ძალას გამოიყენებდა. ამ დროს გაკეთდა თუ არა მიტინგზე მოწოდება, რომ ხელჯოხიან პირებს უნდა დაეცვათ მომიტინგეები პოლიციისგან? ვერ გეტყვით. ნამდვილად არ მახსოვს. კარგი. მაშინ ხომ ვერ გვეტყვით რა მიზნით იდგნენ აი ეს პირები კინის ღობურასთან ხელკეტებით? იმავე მიზნით, რა მიზნითაც კიევში დგანან ადამიანები ბარიკადებთან. რომ პოლიციამ არ ცემოს და არ დაარბიოს მიტინგი. ზუსტად იმავე მიზნით. რა მიზნითაც კიევში დგანან დღეს ოპოზიციის ლიდერები. ანუ იმისთვის რომ პოლიციისგან დაიცვან თავი, ხო? ცხადია. ანუ პოლიციის მიერ ხელკეტის გამოყენება შემთხვევაში ამათმაც შესაბამისად ხელკეტი მოარტყან პოლიციას. უბრალოდ თავში მაინც არ დაარტყმევინონ ისე, რომ თავი არ გაახეთქინონ. ალბათ, მე ხარ მიჩხუბია სიმართლე გითხრათ, ხალი ვარ მაინც, მაგრამ ალბათ мотиваცია ეს არის. როცა ჯოხი გიჭირავს ხელში და ვინმე შენზე საცემრად მოდის. გასაგებია. კი ბატონო, მე ამ ჩემ კოლეგას გადავცემ სიტყვას და შემდგომ დაგიბრუნდებით. მადლობთ. მოგესალმებით. ქალბატონი გიორგი ჩივიაშვილი, ადვოკატი. თქვენ საკმაოდ საინტერესოდ დაიწყეთ თხრობა, უბრალოდ ხო უნდა მექნება, როდესაც პასუხი არ გექნებათ კითხვაზე, ჩემ არაპროფესიონალურად დასმულ კითხვას მოგააბრძალებთ, უბრალოდ თქვით რომ არ იცით, ან არ შეიძლება რომ იცოდეთ. ჩემ კითხვა მდგომარეობ შემდეგ რამეში. თქვენ აღნიშნეთ, რომ თურმე 2008 წელს დააბეჭდინა ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბუკლეტები, რომელიც მერე ტანკებიდან გადმოყარეს
არ ვიცი ტანკებიდან გადმოყარეს თუ არა, უბრალოდ ესე თქვა რუსთავი 2-მა. რუსთავი 2-მა. ხო და მე ვიციო ვის დააბეჭდინავდა. ხომ ვერ გეტყვით სახე. გივით არ გამაწემ კონკრეტულად. გივით არ გამაწემ დააბეჭდინა და მე ტანკებიდან გადმოყარეს. მადლობთ. არა, ასე გადმოსცა რუსთავი 2-მა კიდევ ერთხელ ვიყურებ. თქვენი თავისუფალი თხრობის დროს აღნიშნეთ რომ გენიალურად მოიქცაო შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭყალებში ვამბობ გენიალურს, იმიტომ რომ ესე გაშიფრეთ თქვენ, როდესაც რომ მიგქონდაო ჩვენ ფანერები, რომელზეც იყო მოწოდებები გაკეთებული და იყო დემოკრატიული მოწოდებებიო, მაგრამ ყოველგვარი კანონის გარეშე, კანონდარღვევითო უფრო სწორედ შემდგომ მოგწეს რომ მხოლოდ ისეთი ბანერებიო, რომელზეც არადემოკრატიული მიმართვები იყო. არა, არადემოკრატიული არა. უბრალოდ ნახეთ რა შეასაქმე, როდესაც მოწოდებები არის შეზავებული, ვითხოვთ კონსტიტუციურ უფლებებს, ვითხოვთ არჩევნებს, ვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას და ამავდროულად არის მოწოდებები გადადგეს პრეზიდენტი. ეს არის ერთი. როდესაც რჩება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მხოლოდ ერთი გადადგომის მოთხოვნა, ეს რა თქმა უნდა სხვა სახეს იძენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარგად იყენებენ PR ტექნოლოგიას. როდის დაგიბრუნეთ? სხვათა შორის არ დაუბრუნებიათ, შემიძლია გითხრათ, ისევე როგორც არ დაუბრუნებიათ სხვა ქონება, რომელიც ჩამოგვართვეს, მათ შორის ავტომობილები უკანონოდ და ბევრი სხვა ქონება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ამ უკანონო გატაცებაზე პრაქტიკულად თუ კონფისკაციაზე, რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენ იმავე დღეს ვემივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ 20-შივე ვთხოვეთ დაებრუნებია ჩვენი კანონიერი ქონება ან აეხსნათ რატომ წაგვართვეს, მაგრამ რა თქმა უნდა პასუხი არ ანუ მე როგორც გავიგე, რაღაც ნაწილი ქონების წაგართვეს, რომელიც არ მოუწია. რაღაც როგორც სამსახურმა პატიმარი იყო წაიყვანა შენობიდან. მთელი სათნახევარი საბადროგო სამსახურისაგან ველოდებოდით ოქმს, მოგახსენებთ ოქმის შინაარს. ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილია გუშაგთა ცვლის უფროსის და გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილის მიერ მითითებულია. საჯარო აღსრულების დეპარტამენტის საბადროგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების გუშაგთა ცვლის უფროსი დავით უსპიაშვილი ვადგენ აღნიშნულ ოქმს მასზეთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მოთხოვნის შესაბამისად ბრალდებული ივანე მერაბიშვილი აყვანილი იქნა ნომერ 2 დარბაზში. შესვენების გამოცხადების შემდეგ აღნიშნულმა ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თავს გრძნობდა შეუძლო და პროცესზე დასწრება არ შეეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას ფლობთ თქვენ? ერთი წამით დავასრულებ. აღნიშნული განცხადების შემდგომ ბრალდებული ივანე მერაბიშვილის საბადროგო სამმართველოს გუშაგთა ცვლის უფროსის დავით გაზდელიანის, გუშაგ ინსპექტორ ნოდარ მგალობლიშვილის და გუშაგ ინსპექტორ ალექსანდრე მათევოსიანის მიერ გადაყვანილი იქნა ბრალდებული ნომერ 9 დაწესებულებაში. ბრალდებულს ამდაგვარი განმარტება სხდომის დარბაზში, რომ მას სურდა პროცესის დატოვება არ გაუკეთებია. სასამართლოს არზოსა შეუზღუდია ბრალდებული, როცა ის აცხადებდა, რომ მას არ სურდა სხდომაზე მონაწილეობის მიღება, სასამართლო მუდმივად რთავდა უფლებას, რომ მას დაეტოვებინა სხდომის დარბაზი. რასაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, დღეს დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არ არის საკმარისი სასამართლოსათვის, რომ დღეს გავაგრძელოთ სხდომა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე. რაც შეეხება მომდევნო სხდომებს. დღეს ჩვენ დავგეგმავთ თებერვლის თვეს. როდის გაქვთ? 5, 7 და 12.